რაც უფრო ნაკლები განათლება აქვს ექიმს, მით მეტი წარმოდგენა აქვს მას თავის პროფესიულ ღირსებას. ბიოაპში ცხოვრები ბაქტერიები, ეს მიკროორგანიზმები 1000-ჯერ მეტად რეზისტენტული არის ანტიბიოტიკების მიმართ, ვიდრე იგივე ბაქტერიები, ოღონდ დამოუკიდებლად ცალკე მცხოვრები. აი სტომატოლოგიის დარგი უნდა მართონ სტომატოლოგიის პროფესიონალები. ანუ მერვე კბილის გადანერგვას მე-6 კბილის ადგილას? ეს არის ყბის ნეკროზი. არის დღეს პაროდონტიტი დაავადება, რომელიც არ იქურნება. რა თქმა უნდა, ნადების გარეშე, მიკროორგანიზმების გარეშე დაავადებები არ ვითარდება პირის გრუში. თქვენ რატომ არ ხართ ჯანდაცვის მინისტრი? მოგესალმებით, დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. დღეს არის 20 მარტი, პირისგრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს ეპიზოდი მიუძღვნათ პირისგრუს ჯანმრთელობას. პირისგრუს ჯანმრთელობას, რომელიც გახდა ძალიან მნიშვნელოვანი მედიცინაში და მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ასევე საქართველოში. რა ხდება მაინც გლობალურად, რა ხდება საქართველოში, როგორი არის მდგომარეობა, როგორი არის პროფესიონალების ხედვა ამ მიმართულებით, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი. ქეთევან გოგილაშვილი გახლავთ ერთის მხრივ როგორც მმართველობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით, დარგის მმართველობის, ასევე მრავალწლიანი გამოცდილებით აკადემიურ სფეროში. გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობებზე მუშაობდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, შიგნიდან უყურებდა ამ პროცესს და როგორც წესი ჩართული იყო ხოლმე დარგის მართვის სხვადასხვა გადაწყვეტილებებში. მაინც პატარა შესავალი რო გავაკეთოთ პირისგრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რა მოხდა და როგორ შეიცვალა ყველაფერი. მნიშვნელოვანი პროგრესი პირისგრუს ჯანმრთელობის თვალსაზრისით იქნა მიღწეული ბოლო 10 წლეულებში, რასაც ცხადყოფს ის სტატისტიკა, რომელსაც აქვეყნებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია. მნიშვნელოვნად შეიცვალა ქცევა ადამიანების, ცნობიერება ამაღლდა პირისგრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ. მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ იყო, რასაკვირველია, თუნდაც გასული საუკუნის შუა პერიოდში ან დასაწყისში. ყველაფერს ჰქონდა რაღაც კონკრეტული დასაწყისი, კონკრეტული აღმოჩენები მოხდა, რამაც ეს ყველაფერი განაპირობა. აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ, 50-იანი წლებიდან ითვლება, რომ გლობალურად დაიწყო გაუმჯობესება პირისგრუს ჯანმრთელობამ, რამაც პროპორციულად შეამცირა სტომატოლოგიური დაავადებები. მაგალითად დაიწყო ასევე პტორირება წყლის სხვადასხვა საშუალებების, რამაც მნიშვნელოვნად ზოგჯერ 40-60%-ით შეამცირა კარიესის განვითარების ტენდენციები. თუმცა დღეს რა ხდება? დღეს ხდება ის, რომ 3 მილიარდზე მეტი ადამიანი მაინც ავადობს სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებით. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ ცნობიერება გაიზარდოს უკვე თანამედროვე მოვლის საშუალებების შესახებ, იმისთვის, რომ პრევენცია უფრო მეტად დავიცვათ. და ეს მეთოდები მუდმივად იცვლება. მე, როცა სტუდენტი ვიყავი, აბსოლუტურად სხვანაირად ვსწავლობდი, მაგრამ დღეს ეს ამ საშუალებების მიმართ მიდგომებიც განსხვავებულია, დაავადებებიც განსხვავებული კლასიფიკაციით გვაქვს და დღეს სწორედ ვისაუბრებთ ამ თემებზე ერთის მხრივ გადმოსახედიდან დაინტერესებული ადამიანის და მეორეს მხრივ ჩვენი ეს პოდკასტი საინტერესო იქნება სტომატოლოგიის დარგის წარმომადგენლებისთვის, როგორც ექიმებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ უნდა ვისაუბროთ ჩვენ იმ გამოწვევებზე, რომელიც არის ამ დარგში. ეს არის სტომატოლოგიური განათლება, ეს არის რეგულირება მისი, იმიტომ რომ ქავტონი ქეთევანი, როგორც გითხარით, გახლავთ ასევე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. ქავტონი ქეთი, ძალიან დიდი მადლობა დღეს მობრძანებისთვის, იმიტომ რომ ეს პირისგრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, რომელიც სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციამ დააფუძნა და ყველა ქვეყანაში აღენიშნება მათ შორის საქართველოშიც, იმიტომ რომ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია არის სრული წევრი ამ ორგანიზაციის, ამიტომ ის ყველაფერი, რაც ხდება მსოფლიო სტომატოლოგიაში, ავტომატურად ხდება საქართველოშიც. ხო, სტომატოლოგთა ასოციაციას აქვს ეს პასუხისმგებლობა. დღეს პრობლემას წარმოადგენს სტომატოლოგიური დაავადებები, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მექანიკური პრევენციის საშუალებები გვაქვს, არ გვაქვს ისეთი პრევენციის საშუალებები, როგორიც გვაქვს მაგათ სხვა ინფექციური დაავადებებთან დაკავშირებით, ხო, როგორც არის მაგათაც ვაქცინაცია. ამიტომ პირისგრუს ჰიგიენას მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი
ამაზე რო ვისაუბროთ, როგორ ყალიბდება, როგორ ჩნდება სტომატოლოგიური დაავადებები, როგორ ჩნდება ანთებითი პროცესი. და მერე გადავიდეთ უკვე პრევენციაზეც. მოგესალმებით, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს და მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემით დაინტერესებისთვის. პირისგრუს ჯანმრთელობა ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები ინდივიდებისთვის, არამედ მთლიანად მთელი მსოფლიოსთვის. პირისგრუს ჯანმრთელობა დიბით იწყება ადამიანის ჯანმრთელობა და იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირისგრუ ეს ზოგადი თქვათ ჯანმრთელობის ნაწილია, მაგრამ მაშინ, როდესაც პირისგრუ ჯანმრთელი არ არის, როგორი ზოგადი სიმპტომებიც არ უნდა იყოს გამოხატული, ეს ადამიანი არასდროს ჯანმრთელად არ ითვლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ პირისგრუს ჯანმრთელობას. ჩვენ ძალიან ბევრ საუბრობთ ამ დაავადებებზე, მაგრამ მოდით ვთქვათ, ძირითადად დაავადებები სტომატოლოგიური ყველა არის ინფექციური ბუნების. რას ნიშნავს ინფექცია? რატომ არის ის ასეთი, ვთქვათ, ეტიოლოგიის? დავიწყოთ ცოტათი შორიდან და ვთქვათ, რომ არაერთი კვლევა ჩატარდა იმისათვის, რომ აღმოიჩინათ რა იწვევს ამა თუ იმ დაავადებას და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში ძალიან საინტერესოდ ჩატარებულმა კვლევებმა არაერთი მეცნიერის აზრი დაადასტურა იმის შესახებ, რომ იგივე პაროდონტის ანთებითი დაავადებების ეტიოლოგიურ ფაქტორს კბილის მაგარ და რბილ ნადებში მცხოვრები მიკროორგანიზმები წარმოადგენს. როდესაც საუბრობ და ვახსენე ეტიოლოგია, აქვე მინდა პატარა განსაზღვრება გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, არასწორი განსაზღვრება ხდება იმის შესახებ, თუ რომელი არის ეტიოლოგიური ფაქტორი და რომელი არის რისკ ფაქტორი. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ეტიოლოგიური ფაქტორის გარეშე დაავადება არ ვითარდება, ანუ ეტიოლოგია ეს არის ინიციატორი ფაქტორი და ასეთ შემთხვევაში არის ბაქტერია და რისკ ფაქტორი არის უკვე ინიციატორი ფაქტორით გამოწვეული დაავადების განვითარება, რომელიც შემდეგ ხელს უწყობს ამ დაავადების დამძიმებას. ანუ ისევ იმას გავიმეორებ, რომ ეტიოლოგიური ფაქტორი პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარებაში გახლავთ მაგარ და რბილ ნადებში მცხოვრები მიკროორგანიზმები. რამაც და სხვათა შორის ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა ერთ-ერთმა მკვლევარმა დაახლოებით 66-67 წლებში, ეს იყო როვინი, რომელმაც კვლევა ჩაატარა გნოტობიოტურ თაგვებზე, ანუ სტერილურ პირობებში მცხოვრებ თაგვებზე, მათ მიაყენა გრძილ ზეტამბა, მაგრამ პაროდონტიტის ინიცირება ვერ მოახდინა. ანუ მიყენებული ტრავმის მიუხედავად, პაროდონტიტი საერთოდ არ განვითარდა. ეს რას ნიშნავს? ამან კიდევ ხაზი გაუსვა იმას, ამ ექსპერიმენტულმა კვლევამ, რომ ნადების გარეშე, მიკროორგანიზმების გარეშე დაავადებები არ ვითარდება პირისგრუში, რამაც შემდეგ უკვე დაადასტურა პირისგრუს ცუდ ჰიგიენასა და პაროდონტის ანთებით დაავადების შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი. ისიც რომ განვმარტოთ ხავტონ ქეთი, რას ნიშნავს ეს პაროდონტი? პაროდონტის ქსოვილი, ეს არის, ვთქვათ, პაროდონტით ზოგადად გრძილების დაავადებას ეძახიან ხოლმე, ეს არის კომპლექსი ქსოვილების, რომელიც მოიცავს როგორც რბილ ქსოვილებს, ასევე მაგარ ქსოვილს, კბილ ბუდეს, ძვალს, რომელშიც კბილი არის მოთავსებული. მათ შორის კბილის ქსოვილს, რასაც აი ფესვის გარედან ფარავს დუღაბი და გარდა ცემენტი, ანუ დუღაბი და ასევე, რა თქმა უნდა, გრძილი. აი ამ კომპლექსის ანთება თუ მაგალითად სახელწოდება გინგივიტი ვითარდება, ეს მხოლოდ ანთებითი პროცესია ძვლის დაზიანების, ანუ კბილბუდის დესტრუქციის, მისი დაზიანების გარეშე. ხოლო პაროდონტიტის შემთხვევაში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს როგორც ძვალში, ასევე რბილ ქსოვილებში. ანუ გრძილზეც და ძვალში. კი ბატონო. ამ დაავადებებზე დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ასევე პრევენციის საშუალებებზე, მკურნალობის საშუალებებზეც, რეებიც გვაქვს, თან იმიტომ რომ ქავტონი ქეთი გუშინ დაბრუნდა იტალიიდან
ჯგუფებიდან, სადაც რომელთანაც ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას და ზოგადად რამდენიმე სასწავლო ცენტრს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და იქ ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა, ხო? აი ამის შესახებაც მე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ თუნდაც მკურნალობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი რაღაც იცვლება და ისეთი ტექნიკები და ტექნოლოგიები ინერგება სტომატოლოგიაში, რომელიც საერთოდ ცვლის ჩვენს წარმოდგენას სტომატოლოგიური დაავადებების შესახებ და მათი მკურნალობის შესახებ. იმიტომ რომ წლების წინ, თუნდაც ახლა ის პაროდონტიტი, რომელზეც თქვენ საუბრობდით, წლების წინ მიიჩნეოდა და ზოგადად ასე საუბრობდით და საუბრობდნენ სპეციალისტები, რომ ეს იყო ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც არ იკურნება, მაგრამ არის დღეს პაროდონტიტი დაავადება, რომელიც არ იკურნება. რა თქმა უნდა არა. აღარ არის. დღეს უკვე პაროდონტიტი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტორი, რომ პაროდონტის დაავადებებს იწვევს ეგრეთ წოდებული პაროდონტოპათოგენები და ჩვენ თუ მაგალითად ერთ რომელიმე პაროდონტოპათოგენს ავიღებთ, როგორი აგრესიული ბუნებისაც არ უნდა იყოს, ის არასდროს ამ დაავადებას არ იწვევს. პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარებაში მონაწილეობს ბაქტერიული ბიოაპკი, ასე ვთქვათ, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიების, ასე ვთქვათ, კოლონიებს, წარმოადგენს სითხის ნაწილაკებს და უჯრედშორის შრეს. აი ეს არის ალბათ თვითონ სირთულეც, ხო, ამ სტომატოლოგიური დაავადებების, რომ არის კომპლექსური, ბევრი ფაქტორზე დამოკიდებული. ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ ეს არის კონგლომერატი. ანუ ისიც არის დადგენილი, რომ არა მხოლოდ სხვადასხვა ადამიანის დაავადების დროს პაროდონტულ ჯიბეში არსებული მიკროფლორის სტრუქტურა არის განსხვავებული, არამედ ერთი და იგივე ინდივიდის სხვადასხვა პაროდონტულ ჯიბეში არსებული ბაქტერიებისა. ანუ სხვადასხვა კბილის მიდამოში სხვადასხვა კბილის მიდამოში, როდესაც დაავადება არის, იქაც კი განსხვავებული არის. ანუ ეს უნივერსალური მეთოდი რაღაცა რო წარმოდგენის დონეზე რო შექმნა მედიკამენტი მაგალითად, ხო? არა თუ სხვადასხვა პაციენტებს არ უშველის, ერთი პაციენტის ორ. ნამდვილად, იმიტომ რომ ერთ ინდივიდის ერთი პაციენტის სხვადასხვა პაროდონტულ ჯიბეშიც არის განსხვავებული და იცით ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე იმის აღნიშვნა, რომ პაროდონტის დაავადებები ხელშეწყო ფაქტორს, როდესაც აღნიშნე, რომ ბიოაპკი წარმოადგენს, ბიოაპკში ცხოვრები ბაქტერიები, ეს მიკროორგანიზმები 1000-ჯერ მეტად რეზისტენტული არის ანტიბიოტიკების მიმართ, ვიდრე იგივე ბაქტერიები, ოღონდ დამოუკიდებლად ცალკე მცხოვრები. ამიტომ არის, რომ როდესაც ითვლებოდა, რომ პაროდონტის დაავადებების დროს სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებელი პირობა იყო, დღეს უკვე 2020 წელს EFP-ის მიერ შექმნილი გაიდლაინის მიხედვით, კლინიკური გაიდლაინის მიხედვით, სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია პაროდონტის დაავადებების მკურნალობას არ წარმოადგენს. ხო, რა ძალიან ლოგიკურია შეიძლება ჩვენს ფენესაც გავუჩნდეს შეკითხვა, რომ თუ კი ეს დაავადებები არის განპირობებული ბაქტერიებით და ჩვენ ვიცით, რომ ამ ბაქტერიებისა წინააღმდეგოდ გვაქვს ანტიბიოტიკები, ხო, მაშინ ხო შემიძლია რომ დავლიო ეს მედიკამენტი და გამოჯამრთელდი, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ჩვენ ვიცით, ხო, სტომატოლოგთან ვიზიტები ვჭირდება, აი სტომატოლოგს იქ სხვა მანიპულაციებს ასრულებს, რომელსაც აკეთებს თვითონ ეს ექიმი და არა მედიკამენტის დანიშვნა და ნუ ეს არის მიზეზი, რეზისტენტული და რეზისტენტობა რა არის, ხო? მედეგობა, როცა გრადობა ანტიბიოტიკების მიმართ, ანუ იმ ინსტრუმენტის, რომელიც წესით გვაქვს ამ ბაქტერიების საწინააღმდეგოდ. ქავტონკეთი, მოდით აი ეს ნადები რამდენჯერ ვახსენეთ და როგორ ყალიბდება ეს ნადები, კბილის ქვა რას ნიშნავს, არის თუ არა ეს ერთი და იგივე, რა ფაქტორები ზემოქმედებს, აი ეს რო ავუხსნათ ჩვენს მსმენელებს. რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი სტომატოლოგიაში? როდესაც მე ბაქტერიული ბიოაპკი ვახსენე, ბაქტერიული ბიოაპკი წარმოიქმნება, აი მექანიზმი ძალიან მოკლედ მინდა ავხსნა, ჯერ პირველ რიგში ემაგრება, ანუ ეწებება კბილს, ეს არის მიმაგრების სტადია, შემდეგ იზრდება, დისტაზიის სტადია არის და როგორც აღნიშნე, მისი შემადგენელი ნაწილი არის ლორწოვანი შრე, უჯრედშორისი ლორწოვანი შრე, რომელიც გამოიყოფა და ეს შრე, ლორწოვანი შრე, ეხმარება ერთი მხრივ, რომ მიემაგროს კბილს და მეორე მხრივ ამ ბაქტერიის დაცვას, ანუ მის ბარიერულ ფუნქციას განაპირობებს. და შემდეგ უკვე იზრდება, ზრდის სტადია არის, როდესაც ბაქტერიული ბიოაპკს გარკვეული ნაწილი მოწყდება, ნერწყვის საშუალებით გადაინაცვლებს სხვა მიმართულებით, შემდეგ მიემაგრება კბილს და თავის კოლონიებს, თქვათ, კოლონიზაციას ახდენს და კოლონიებს წარმოქმნის. კბილების გამოხეხვის შემდეგ უმოკლეს ვადაში წარმოიქმნება კბილის პელიკულაზე კოკები.
ანუ კოკების კოლონიზაცია იწყება. შემდეგ უკვე 12 საათის განმავლობაში ყალიბდება ბაქტერიული ბიოაპკი, რომელიც მაკროორგანიზმის სხვადასხვა უჯრედთან ერთად მაკროფაგები, ლეიკოციტები, იგივე ჩამოფრცხვნილი ეპითელიუმის ნარჩენები და საკვების ნარჩენებთან ერთად წარმოქმნის უკვე ბიოაპკს. 24 საათის განმავლობაში ბიოაპკი აპკისგან წარმოიქმნება ნადები. და რბილი ნადები ეს არის როგორც ობლიგატური, ასევე ფაკულტატური აერობული, ანაერობული მიკროორგანიზმების ასე ვთქვათ კონგლომერატი, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება კალციფიკაცია მოხდეს რომლის და წარმოიქმნას მაგარი ნადები, ანუ კბილის ქვა. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერ წარმოიქმნება კოკების კოლონიზაცია, მიმდინარეობს აი ამ პელიკულაზე, შემდეგ ხდება ბიოაპკის წარმოქმნა 12 საათის განმავლობაში და ბიოაპკი უკვე ამ ნარჩენებთან ერთად და მაკროორგანიზმის უჯრედებთან ერთად წარმოქმნის რბილ ნადებს. აი ეს არის მექანიზმი, რომელიც არის ხელშეწყობი ფაქტორი პირისგულში განვითარებული თითქმის ყველა დაავადების თითქმის. ჯერ წარმოიქმნება კბილის ზევით, ღრძილ ზევით, შემდეგ უკვე ღრძილოვან ღაში და შემდეგ უკვე ღრძილ ქვეშ. სწორედ ამიტომ აუცილებელი არის ის ადგილობრივი მკურნალობა და არა სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიოაპკში მცხოვრები ბაქტერიები საკმაოდ რეზისტენტული არის, 1000-ჯერ რეზისტენტული, ვიდრე ცალკე მცხოვრები ბაქტერიები. ეს არის წარმოქმნა მექანიზმი, ეს არის მექანიზმი თუ როგორ წარმოიშება რბილი ნადები, მაგრამ აქვე იცით, რას მინდა ხაზი გაუსვა, რომ პაროდონტის ანთებითი დაავადებების წარმოქმნაში ძირითადად 3 ფაქტორი მონაწილეობს. მიკრობიოლოგიური, რომელიც აღვნიშნეთ, იმუნური და გარემო ფაქტორები. თანამედროვე კვლევებმა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს აღმოაჩინა, რომ აი ეს მიკრობიოლოგიური ფაქტორი პირდაპირ რისკ ფაქტორების მხოლოდ 20%-ს წარმოადგენს და დანარჩენი 80% ეს არის ის ფაქტორები, რომლის იგნორირება ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ. ეს არის გარემო ფაქტორები, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი ფაქტორი, კონტროლირებადი ან არაკონტროლირებადი. იმიტომ რომ მხოლოდ ნადების ცევებზე არის საუბარი ადამიანის და გარემო ფაქტორებს, სადაც ცხოვრობს სოციალური გარემო და ასე. ყველაფერს აქვს, ეს არის ყველაფერი გარემო ფაქტორი, თუმცა არსებობს ისეთი ადგილობრივი ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად ანატომიური ფაქტორი, ხო? კბილს აქვს უჩვეულო ჩაღრმავება, ღარები, არაბუნებრივი ფიზიოლოგიური, როგორც საღეჭკბილებს ახასიათებს და ის არის ბაქტერიებისთვის ძალიან კარგი სარეტენციო უბანი. ასევე მაგალითად ადვილად ემაგრება. მაგრამ ეს არის კონტროლირებადი, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ჩარევით, სტომატოლოგიური манипуляციებით ეს ყველაფერი გამოვა სწორად. ასევე მაგალითად უხარისხოდ ჩატარებული რესტავრაციები. როდესაც მაგალითად კარგად არ არის პოლირება, ჩატარებული, გადმოკიდებული კიდეები, ესეც ბაქტერიების ადგეზიისთვის, ანუ მიწებებისთვის არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. პირის ღრუ სიმშრალე, რომელიც ადგილობრივი ფაქტორია და არაერთი სხვა გარემო ფაქტორები, სხვადასხვა დაავადებების ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს ხოლმე. პირის ღრუს სიმშრალე მიმდინარეობს ქსეროსტომის სიმპტომებით. და ის მოიცავს ნერწყვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შემცირებას. ამიტომ, როდესაც პირის ღრუ არის მშრალი, თუ ვიტყვით იმას და აღვნიშნავთ, რომ ნერწყს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აქვს პირის ღრუში, ერთი რომ ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს, მეორე ის რომ მინერალიზაციას ახდენს, რომ ჩამორეცხავს თქვა საჭმლის ნაწილაკებს, სინოტივეს აძლევს პირის ღრუს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? როდესაც არის ჰიპოსალივაცია, ანუ ნერწყვის რაოდენობის შემცირება, უკვე გასაგებია, რამდენად მძიმე პირობები იქნება იგივე ბაქტერიების ადგეზიისთვის, მისი კბილზე მიმაგრებისთვის და ასეთ შემთხვევაში ცოტა რთულადაც ხდება ამ ბაქტერიების მოშორება, ანუ ბიოაპკის მოშორება. ანუ რასაც თქვენ ამბობთ, მაგიდან გამომდინარე, არის სწორედ ის რეკომენდაცია, რომ კბილები უნდა გავიხახოთ დღეში 2-ჯერ, ხო? ანუ 12 საათში ერთხელ. ჩვენ ამით მექანიკურად ამ პროცესს უშლით ხელს, ხო ასეა. და შეიძლება ესეთი შეკითხვა გაჩნდეს, ხო, რომ იყოს ეს ნადები და უშუალოდ რას მიშლის? წარმოიქმნა ქვა, ხო, მივედით აი მაგ ეპიზოდამდე. აი კბილის ქვის განვითარებიდან სტომატოლოგიური დაავადებებამდე რაღა გზა არის მერე. თუ არის უკვე ეს ქვა, იმის იქით მერე რა ხდება?
იმის იგივე რა თქმა უნდა ხდება ისეთი სიმპტომების განვითარება, რომელიც პაროდონტიტისთვის არის დამახასიათებელი, ანუ პაროდონტის ანთებითი დაავადებისთვის, ეს გახადს ცვლის დესტრუქცია, ეს არის სისხლდენა, ეს არის შეშუპება, ეს არის კბილების მორყევა და საბოლოოდ ადამიანი კარგავს თუ არ კბილებს. მიხედა. თუ არ მიხედავს. ამიტომ მივიდა პირისგუს სპეციალისტს. ჯანმრთელობას და ამ ჰიგიენურ, რაც აღნიშნეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ აი ესე იწყება ეს სტომატოლოგიური დაავადებები, ხო? ასე იწყება სტომატოლოგიური დაავადებები და ამიტომ პირისგუს ჰიგიენას, რომელიც ახსენეთ, უმნიშვნელოდ ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ამაზე და იმიტომ არა რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს თემა. ესეთ შედარებას ვაკეთებ ხოლმე, რომ როდესაც ადამიანი ძილის წინ რამდენ წუთს თქვათ ხარჯავს იმისთვის, რომ პირადი ჰიგიენა ჩაიტაროს, რომ მაგალითად მაკიაჟი მოიშოროს, შემდეგ ჩამოიბანოს სახე, წაისვას ერთი თქვათ ყვებავი, დამატენიანებელი საშუალება, ხო? დაახლოებით 5 წუთი ხო ჭირდება. აი ამ ყველაფერს მორჩება და შემდეგ უკვე დაახლოებით 20 წამში ხდება კბილების გამოხერხვის მეთოდი. ეს არ არის საკმარისი. ეს არის ისეთივე რუტინა, როგორც სახის მოვლა, როგორც პირადი ჰიგიენა ძილის წინ. და არა მხოლოდ ძილის წინ, რა თქმა უნდა, დილით იგივე. იმიტომ რომ 20 წამის განმავლობაში გამორიცხული არის, რომ ჩვენ პირისგროს ჰიგიენას მივახციოთ და ჩავიტაროთ. მინიმუმ 2 წუთი არის მაინც საკმარისი, რატომ? იმიტომ რომ კბილს აქვს 5 ზედაპირი. ჯაგრისის გამოყენების დროს ჩვენ ვიმუშავებთ იმ ზედაპირებს, რომლებიც ჩანს. მაგრამ ამასაც თავის წესები აქვს და ეს აუცილებლად სტომატოლოგიურ კაბინეტში უნდა ისწავლებოდეს. ჩვენ რო გავაჩეროთ მაგალითად 100 ადამიანი ქუჩაში, მე ვერ გეტყვით 100-დან შეიძლება 100-ვე არასწორად იხეხავდეს კბილებს. და ის რომელიც არ ჩანს, ეს არის კბილთა შორის სივრცეები. და მას ფიზიკურად ჯაგრისის მიდგომა არის შეუძლებელი, ხო? ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არის ინტერდენტალური, ანუ კბილთაშორისი ჯაგრისების გამოყენება, რომელიც მაგალითად შეიძლება სხვადასხვა ზომის დამჭირდეს, სხვადასხვა კბილის მიდამოში. ეს პირისგუს მდგომარეობაზე არის და კბილების სიმჭიდროვეზე, თუ როგორ არის კბილთარკალში ჩემი კბილები განლაგებული. აი კაპიტანქეთი, ეხლა თქვენ ჯაგრისი ახსენეთ და ინტერდენტალური ჯაგრულები ახსენეთ, ხო, ჯაგრისები. მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც რაღაც თითქოს რუტინა ვიცოდით პირისღრუს ჰიგიენურ მოვლის საშუალებების, ხო? ეს იყო კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი, ეს იყო კბილის ძაფი, ეს იყო სავლები. არის თუ არა დღესაც ეს სტანდარტი, იმიტომ თქვენ უკვე ახსენეთ მაგალითად ინტერდენტალური ჯაგრისები, რომელიც იმაში არ შედის, იმ ჩამონათვალში, რომელიც მე გავაკეთე. აი ეხლა ჩვენ მსმენელისთვისაც, რომ ყველაზე თანამედროვე მიდგომები რა არის, რომელი საშუალებები არსებობს დღეს, იმისათვის, რომ აი ყველა რისკი იქნეს გადაზღვეული, აი ამებზეც რომ ვისაუბროთ, ჯაგრისი გავიგეთ. ჯაგრისი არის ნომერ 1, ხო, რომელიც მექანიკურად იმ პროცესს უშლის ხელს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, აი ეს მიკრობიოლოგია, რაც ახსენით, ხო, ეს პროცესი. კბილის პასტის შერჩევის დროს როგორ უნდა იმოქმედოს ადამიანმა, რომელიც დგას მაგალითად ახლა მარკეტში ან აფთიაქში და უყურებს დაახს და ალაგია კბილის პასტები. კბილების პასტის შერჩევაც აუცილებლად სტომატოლოგის მიერ უნდა მოხდეს. იმიტომ რომ პირისღრუს მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ანთებითი პროცესია, სხვა ტიპის კბილის პასტის შერჩევა ხდება, თუ კარიესი არის უფრო დიდი რაოდენობით პირისღრუში, სხვა პასტის შერჩევა ხდება, ამიტომ პასტები არსებობს სხვადასხვა, როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო პასტები. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვახსენეთ ეს ინტერდენტალური ანუ კბილთაშორისი ჯაგრისები, ეს თქვენ ჩამონათვალში არ გიხსენებიათ, მაგრამ ეს არის აუცილებელზე აუცილებელი. თქვენ ახსენეთ ფლოსი. მე რომ მკითხოთ, ფლოსი პირველი რიგის ჰიგიენურ საშუალებას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ფლოსით ვერ მოაშორებ იმას, რასაც მოაშორებ მაგალითად იგივე ორივე ტიპის ჯაგრისის საშუალებით. ფლოსით უბრალოდ შეიძლება კბილთა შორის საჭმლის ნაწილაკების, ასე ვთქვათ, მოშორება, იქიდან ვთქვათ, გამოსვლა, ისიც უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ძალიან კარგად მისი წესები ფლოსის გამოყენების, იმიტომ რომ ის კბილზე ცოცებით გრძელოვანი ღარიდან უნდა გამოვიტანოთ და არავითარ შემთხვევაში აი ეს მოძრაობა არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ხშირად იწვევს შემდეგ ნახეთქების გაჩენას და რეცესიების, როდესაც მაგალითად ატროფია, ანუ დაწევა ხდება ხოლმე ღრძილის და თქვათ კბილი უფრო გრძელი ჩანს, ხო? აი ეს არის თქვათ უფრო ღრძილის რეცესია და ამას სამწუხაროდ ძალიან ხშირად არასწორად მიმართავენ ხოლმე პაციენტები. გარდა ამისა,
კბილის პასტები, სხვადასხვა სავლებები, რომელიც აუცილებლად სტომატოლოგის მიერ უნდა დაინიშნოს, იმიტომ რომ როდესაც თვითნებურად ხდება ამის შერჩევა, მაგალითად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ყოველთვის სავლები დევს მაგალითად აბაზანაში და შემდეგ ამ რუტინული მის მოძრაობის შემდეგ, თქვა და კბილების გამოხეხვის შემდეგ ხდება ამ სავლების გამოყენება, უნდა ვიცოდეთ რა შეიცავს ის და რამდენად საჭირო არის ის ჩემთვის, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ პრეპარატ შეიცავდეს, რომელიც მიმართ რეზისტენტული გახდეს მე ის ბაქტერიები, რომლებიც არსებობს პირის ზღვაში და როცა დაჭირდება პაციენტს, უბრალოდ შეუძლებელი იყოს მისი გამოყენება. ასევე არსებობს პროფილაქტიკური სავლებები და შესაბამისად პროფილაქტიკური პასტები. ირიგატორები, ანუ ელექტრული საშუალება, ასე ვთქვათ, ფლოსი, ხო? რომელიც ძალიან პოპულარული არის დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ პოპულარული, ძალიან საჭირო არის, იმიტომ რომ მას სხვადასხვა ფუნქცია აქვს და წყლის ჭავლით სხვადასხვანაირად გამოედინება, არის პულსირებული, არის ვთქვათ უფრო ესეთი მუდმივი დინებით და ესეც იმის მიხედვით, როგორი მდგომარეობა არის პირის ზღვაში, როგორი არის ღერძილები, ესეც რა თქმა უნდა რეკომენდებულია, რომ სტომატოლოგმა გასცეს ეს რეკომენდაცია სტომატოლოგიურ კაბინეტში კონსულტაციების დროს. ეს არის ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც დღეს თანამედროვე სტომატოლოგიაში პირის ზღვის ჰიგიენის შენარჩუნებისთვის და პირის ზღვის მოვლისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელზე აუცილებელი. კი ბატონო. და აქვე ბარემ საკითხიც რომ დავასრულოთ, ესეთ ხშირად დასმული შეკითხვა ხოლმე ელექტროჯაგრისებთან დაკავშირებითაც. მის ეფექტურობაზე არ აქვს თუ არა რამე მნიშვნელობა, რაღაცა ისეთი კლინიკური ჩვენებები თუ არსებობს პაციენტებისთვის, რა შემთხვევაშიც არ შეიძლება ან პირიქით რეკომენდებულია ელექტროჯაგრისების გამოყენება და ანაცვლებს თუ არა ისინი ერთმანეთს არის აქვს თუ არა რომელიმესთან მიმართებაში მანუალურ ჯაგრის, ელექტრულ ჯაგრისთან მიმართებაში რამე პრიორიტეტი. დღეს ძალიან პოპულარული არის ელექტროჯაგრისების გამოყენება. თანამედროვე კვლევების მიხედვით ძალიან მცირე პროცენტით განსხვავდება ის მანუალური ჯაგრისისგან. მთავარი რა არის? ეფექტურობის თვალსაზრისით, რომ მთავარი არის, რომ სწორად მოხდეს მისი გამოყენება, როგორც ელექტროჯაგრისის, ასევე მანუალური ჯაგრისის და შედეგი იქნება არაჩვეულებრივი. რა არის ის ძირითადი მავნეჩვევები, რომელიც პირის ზღვის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას? და მათ შორის მინდა რომ ვისაუბროთ კიდე სტრესის გავლენაზე, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებში. ზოგადად ქრონიკული სტრესის ნათელი მაგალითი იყო ჯარისკაცებში ნეკროზული გინგივიტის განვითარება. როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა ესეთი სახელწოდება trench mouse, როდესაც მათ აღენიშნათ სისხლდენა პირის ზღვრიდან, ცუდი ჰიგიენის გამო და ქრონიკული სტრესის გამო, სისხლდენა არასასიამოვნო სუნი და ძლიერი ტკივილი. ანუ ეს იყო ძალიან დამახასიათებელი ზუსტად ამ ქრონიკული სტრესისთვის. ქრონიკული სტრესზე ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, აქ სტრესის არსებობა არ არსებობაზე კი არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ანუ სტრესის გამკლავებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სტრესის ხასიათს. ეხლა რა თქმა უნდა ცნობილია, რომ არასტაბილურ პირობებში მცხოვრები ადამიანები, მაგალითად სტრესი უფრო მეტად აქვთ, ვიდრე სტაბილურ პირობებში მყოფ ინდივიდებს, ხო? და ისიც არის დამტკიცებული, რომ პაროდონტის დაავადებები სხვათა შორის ქრონიკული სტრესის ერთ-ერთი ასე ვთქვათ შედეგია. ანუ სტრესი რისკ ფაქტორს წარმოადგენს ამ პაროდონტის ანთებითი დაავადებების. ამ შემთხვევაში რამდენიმე სიმპტომი, ანუ რამდენიმე შემთხვევა მინდა აღვნიშნო და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ როცა ბრუქსიზმზე ვსაუბრობთ, რომელიც ქრონიკული სტრესის ერთ-ერთი სიმპტომია, ანუ კბილების კრაჭუნი, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საყოველთაოდ აღიარებული კი არა, ასეთი აზრი არსებობს იმის შესახებ, რომ კბილების კრაჭუნი არის ნაწლავებში არსებული ბაქტერიების, პარაზიტების, ასე ვთქვათ, ბრალი. ეს რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს.
და სამედიცინო თვალსაზრისით უბრალოდ სასაცილოც არის. იმიტომ რომ კბილების კრაჭუნის, ანუ ბრუქსიზმი, რომელიც ერთ-ერთი სიმპტომი არის ამ ქრონიკული დაავადების, წარმოადგენს როგორც თანკბილის ანომალიების შედეგს, ასევე ქრონიკული, ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ქრონიკულ სტრესზე უნდა ვისაუბროთ. გარდა ამისა, პირიზღვის სიმშრალე ახასიათებს და მე უკვე აღვნიშნე პირიზღვის სიმშრალეს, ვთქვათ, როგორი შედეგები შეიძლება გქონდეს და რისკი რატომ არის პირიზღვის სიმშრალე ისეთ ადგილობრივი. გარდა ამისა, თამბაქოს ხშირი მომხმარებლები არიან და ისიც არის დადგენილი, რომ ქრონიკული სტრესის მქონე პაციენტები პირიზღვრს ნაკლებად უვლიან. აი ეს არის ყველა იმის შედეგი, რომ გავითარდეს აი ამ სიმპტომების გამო პაროდონტის დაავადებები. როგორ შეიძლება ეს მექანიზმი გავითარდეს? სტრესული ჰორმონების შედეგად ხდება იმუნოსუპრესია. ანუ იმუნური ძალების მეშვეობით რაღაცა რეაქციის ან ანტიგენის დათრგუნვა ხდება. ამიტომ შესაბამისად ჰიპოფიში მატულობს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონების, ასე ვთქვათ, წარმოქმნა, რაც უკვე ხელს უწყობს კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავებას და ნერვში იმუნოგლობულინ A-ის სეკრეციის შემცირებას და პაროდონტო პათოგენების გამრავლებას. რატომ? იმიტომ, რომ იმუნური პასუხი ვეღარ ვითარდება. აი ეს მთლიანად არის, ასე ვთქვათ, სტრესის გავითარების, ანუ მოქმედების მექანიზმი, როგორც რისკ ფაქტორი. მაგრამ და აქედან გამომდინარე ვითარდება პაროდონტის ანთებითი დაავადებები. მაგრამ როდესაც ბავშვებს შევეხეთ ჩვენ, ეს ქრონიკული სტრესი შესაძლებელია, რომ ბავშვებშიც გავითარდეს, რაც უკავშირდება მაგალითად გაჯეტებთან ურთიერთობას. ბავშვები, რომლებიც საათობით ყოველი დღე არის მიჯაჭვული კომპიუტერთან და რაღაც სტრესულ სიტუაციაში და თუ დააკვირდებით ის კბილებს აკრაჭუნებს, ხო? აი ეს ბრუქსიზმი ახასიათებს ხოლმე ესეთ პაციენტებს და ძალიან ხშირად სხვათა შორის ბრუქსიზმის შედეგი არის ხოლმე შემდეგ გაცვეთილი კბილები. იცვიტება ისეთი მაგარი ძვალიც კი, როგორიც არის მინანქარი და სხვანაირ სახეს იღებს ბავშვი. ხელს თუ მოკიდებთ, ტონუსი არის მომატებული და გამკურვებული არის კუნთები. ასეთ შემთხვევაში, ბრუქსიზმის შემთხვევაში ახასიათებს ძლიერი ტკივილი, იმიტომ რომ ზიანდება საფეთქელ ქვედაყრის სახსარი, რაც იწვევს ტკივილს, შემდეგ კბილებში შორს წასული პროცესი უკვე შულს ყურებში და დეპრესიულებიც არიან ასეთი პაციენტები, ეს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მოზარდებიც და მოზრდილებიც. აქედან გამომდინარე, ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ქრონიკული სტრესის ფაქტორს და გარდა ამისა, მეორე კიდე რაც მინდა რომ აღვნიშნო, უბრალოდ ბავშვებში ყურადღება უნდა მივაქციოთ კომპიუტერული თამაშების, არა, მაგრამ რაღაც სასიამოვნო ფილმების, მულტიპლიკაციური ფილმების ყურების დროს, როდესაც საათობით გრძელდება ეს პროცესი, ბავშვი არის პირღია. თუ დააკვირდებით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არის, რომ მშობელი მივიდეს და პირი დაუყუროს, თუ რა თქმა უნდა, ზედა სასუნთქი გზების პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ პირღიაობა იწვევს შემდეგ თანკბილის ანომალიას, ვინაიდან ფიზიოლოგიურად, როდესაც პირი დახურულია, ენა ებჯინება სასას და პირღიაობის შემთხვევაში ეს ძლიერ კუნთოვანი ორგანო მთელი თავისი სიმძიმით აწვება ქვედაყბას. აქედან გამომდინარე ვითარდება უკვე თანკბილის და მე დაჭირდება ორთოდონტი. მე აუცილებლად დაჭირდება კბილების გასასწორება და ყბების ორთოდონტი, ყვაყვილთა სისტემის ანომალიების მოწესრიგების მიზნით. კი ბატონო. მავნეჩვევებთან დაკავშირებით თქვენ ის თამბაქოს ახსენეთ და ორი სიტყვა რო ვთქვათ ამაზე, იმიტომ რომ დღეს უკვე თამბაქოს პროდუქტების მრავალფეროვნება გვაქვს და თან ჩვენ ქვეყანაში ძალიან ისეთი აგრესიული მარკეტინგი აქვს, ხო, რაც ისე ჩანს ეს პროდუქტები, თითქოს ეს არის ალტერნატივა, ნაკლებად უსაფრთხო ალტერნატივები სტანდარტული იმ ტრადიციული თამბაქოს პროდუქტებისა, რომელსაც მანამდე ვიცნობდით. ამ საკითხთან დაკავშირებით რა სიახლეები გვაქვს? არის თუ არა ნაკლები ზიანის გამომწვევი სინამდვილეში ეს? იმიტომ რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ კიბოს რისკებზე და ასე შემდეგ, რომელიც ახასიათებს ზოგადად თამბაქოს მოხმარებას, ხო? მარტო ეს არ არის, იმიტომ რომ მეორე რომელიც გვახსენდება თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებით, ეს არის პირიზღვის ჯანმრთელობა და სტომატოლოგიური დაავადებები, რომელთანაც ასევე პირდაპირ კავშირშია. მათ შორის თუნდაც იმ თვალსაზრისით, რაც იყო პირიზღვის სიმშრალე, რომელსაც იწვევს ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი. აი დღეს ამ წუთას
ყველაზე ნაკლები რისკების შესახებ თითქოს ვიცით, ეგრეთ წოდებული IQOS-ის შესახებ, იმიტომ რომ ის შედარებით ახალი პროდუქტია. მანამდე იყო ეს ვეიპები, ეგრეთ წოდებული ელექტროსიგარეტები. ეს არის გახურებადი თამბაქოს პროდუქტები. აქაც გვაქვს თუ არა იგივე რისკები. გვაქვს თუ არა უკვე რამე კვლევები, ან პირადი გამოცდილება ჩვენი მსმენელისთვის მე არ მithქვამს, რომ კაპტონკეთი არის თვითონ პრაქტიკოსი სტომატოლოგი და აქვს ძალიან დიდი სტომატოლოგიური ცენტრი, კლინიკა ალბიუსი, რომელიც არის როგორც სამკურნალო, ისე საგანმანათლებლო ცენტრი, ამიტომ მის და რომის კლინიკური ხელმძღვანელის გახლავთ და მის ხელში გადის ათასობით ადამიანის პირისხრის ჯანმრთელობა, ასე რომ პირადი დაკვირვებაც და გამოცდილებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. შეკითხვაში ასუხიც იყო თითქმის თქვენ შეკითხვაში ძალიან მნიშვნელოვანი არის და დღეს უკვე დავას აღარ იწევს ის ფაქტი, რომ თამბაქო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რისკ ფაქტორს და ზოგადად კიბოს პირისხრის კიბოს განვითარებაში, რომელიც საკმაოდ მაღალი პროცენტი არის სხვათა შორის სხვადასხვა დაავადებებს შორის. პირველ რიგში ის, რომ პაროდონტის ანთებითი დაავადებები ვითარდება, დავას ეს ფაქტი აღარ იწევს. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ წეველებს სხვათა შორის კლინიკურად ეს სიმპტომები, რაც არის სისხლდენა, მაგალითად, კბილების მორყება, ნაკლებად უვითარდებათ. ეს იმას კი ანიშნავს, რომ თამბაქო და მისი შემადგენელი პროდუქტები არ მოქმედებს პირისხრის ჯანმრთელობაზე. იმიტომ, რომ თამბაქოს გავლენით ხდება სიძარღვების ვაზოკონსტრიქცია და ფიბროზი, ანუ შევიწროება. და აქედან გამომდინარე, ეს კლინიკური სიმპტომები გამოხატული არ არის. როდესაც ჩვენთა პაციენტი მოდის და მას თქვა დავარწმუნებთ იმაში, რომ თამბაქო მავნებელია და იმ შემთხვევაში თუ უნდა რომ მკურნალობა ჩაუტარდეს, მან უნდა დაანებოს თავი სიგარეტის მოწევას და ჩვენ გვყავს ესეთი პაციენტები. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სისხლის მოქცევა აღდგება და შემდეგ ვლინდება ხოლმე უკვე ეს სიმპტომები. სისხლის დენაც, მორყება, თქვა ჰიპერემია, შეშუპება და ძალიან უკვირთ ხოლმე, როცა ვეწეოდი არაფერი იყო და ეხლა რატომ? აი ეს არის მექანიზმი, როდესაც სისხლის და აბრალებენ კიდეც, და ამას აბრალებენ ხოლმე დავანებები და ეხლა ისევ დავიწყებ, იმიტომ რომ პირისღრუში კბილები მომერყა და თითქოს ამის ბრალია, რომ ეს მოხდეს. რომ დაანება მაგის ბრალია. რა თქმა უნდა, ასეთი პაციენტის მკურნალობაც თუ ის თქვა ჩვენს ასე ვთქვათ, რეკომენდაციებს არ დაუმორჩილა, ძალიან რთული არის და ხანდახან შეიძლება უარის თქმაც. ეს არის ის ფაქტორი, ზუსტად, როდესაც ექიმმა შეიძლება უარი თქვას თქვათ პაციენტის მკურნალობაზე. ასეთ პაციენტებში ისევ ოპერაციების ჩატარების დროს, ან კონსერვატიული მკურნალობის დროს, რეგენერაციული პროცესები რთულად მიმდინარეობს და თქვათ უფრო მეტად არის კბილები მორყეული და უფრო მეტად ხდება კლინიკური თქვათ სიმპტომების გამოვლენა. ამიტომ მოდით აღვნიშნოთ, რომ თამბაქო ცუდია. ეხლა ავიღოთ მისი ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც აღნიშნეთ, ეგრეთ წოდებული IQOS-ი და ელექტრონული სიგარეტები, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ IQOS-ით დაიწყო სიგარეტის ჩანაცვლება, იმიტომ რომ ეს მოწოდება იყო, რომ ესე იგი, ვისაც უნდა თამბაქოზე უარის თქმა, სიგარეტის მოწევაზე უარის თქმა, ის ვთქვათ ჩანაცვლებული იყო IQOS-ით. ასეთი ჩვენ პაციენტებიდან ვიცით, რომ ასეთ პაციენტებში ძალიან ხშირად პირისღრუს სიმშრალით მოგმართავენ ხოლმე და რატომ? იმიტომ რომ ეს პაციენტები უფრო მეტ IQOS ეწევიან, ვიდრე თამბაქოს. ანუ ისე უმტკივნეულოდ გადასვლა არ ხდება. ხო, ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტი და პირისღრუს სიმშრალე თავისი ქსეროსტომიის სიმპტომებით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი პირისღრუსთვის. იგივე რომ ნადები გავითარდეს და ასე შემდეგ, რაც აღნიშნე უკვე რომ ანუ ნერწვის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის შემცირება ხდება და ეს რა თქმა უნდა ძალიან მაღალი რისკი არის პირისღრუს დაავადებების განვითარების. არა მხოლოდ რბილი, არამედ მაგარი ქსოვილების დაავადებებისთვის, როგორც არის მაგალითად კარიესი. ეხლა რაც შეეხება ელექტრონულ სიგარეტს. რატომ არის რომ დღეს სამწუხაროდ ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები არიან თინეიჯერები? იმიტომ რომ აქვს არაჩვეულებრივი გემო, სადღაც 500-ზე მეტი, ასე ვთქვათ, რაღაც გემოვნებისთვის ქიმიური პრეპარატები შედის მასში. ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს თვითონ, აი ასე ვთქვათ, მოწვევის პროცესში, მაგრამ ეს ტემპერატურა არის როგორც ელექტრონულ სიგარეტში, ასევე IQOS-ში და ჩვეულებრივ სიგარეტშიც. ამიტომ ტემპერატურულ
ელექტრონული ცვლილება ერთი სიგარეტის მოწევის დროს არ აქვს მნიშვნელობა, რომელია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი სიგარეტის მოწევის დროს, ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევის დროს წარმოიდგინეთ, როგორი გახურებული, ან რამხელა ტემპერატურით შედის პირის ღრუში და შემდეგ ეს ცვლილება ხდება აი ეს იმისი, ხო, ისე ტემპერატურის და ამას შეიძლება ბზარები გააჩინოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. იგივე ხდება ელექტრონულ სიგარეტებში და შეიძლება უფრო საშიშიც იყოს მე რომ მკითხოთ, იმიტომ რომ კარგი გემოს გამო მას ეწევიან თინეიჯერები და შემდეგ ხდება ეს უკვე დადგენილია მიჯაჭვულობა. კი ბატონო. მიჯაჭვულობა ხდება როგორც ელექტრონულ სიგარეტზე, შემდეგ გადადის უკვე აიქოსზე და შემდეგ უკვე ვთქვათ თამბაქოზე. ამიტომ მე როგორც ერთი სტომატოლოგის ხედვა ამაში შეიძლება განსხვავდებოდეს სხვებისგან, იმიტომ რომ მე მაგალითად განსხვავებას ვერ ვხედავ. ეს არის ძალიან მავნებელი, ძალიან საშიში, ჯერ პირის ღრუსთვის და შემდეგ უკვე ზოგადი დაავადებებისთვის, თუ მაგალითად საუბარი იყო, რომ სიგარეტის მოწევა ფილტვის კიბოს იწვევს, მაგალითად ხორხის სიმსივნეზე არის საუბარი, მაშინ როდესაც ელექტრონული სიგარეტები და აიქოსის სტატისტიკა ესეთი არის. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ აიქოს კვლევები გვაწუდის იმ შედეგებს, რომ აიქოსი უფრო ნაკლებად საზიანო არის ჯანმრთელობისთვის და ელექტრონული სიგარეტი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ კარგი კვლევა უნდა ჩატარდეს და უმნიშვნელოვანესი არა გვაქვს და აი ამ კვლევაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ლობისტური კომპანიები. რაც სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ დღეს უამრავი ღონისძიება ტარდება, სადაც აი ამ თემებზე საუბრობენ პოზიტიურ კონტექსტში და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამის მიღმად განან თვითონ ეს კომპანიები, ეს მწარმოებელი კომპანიები, ამიტომ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის, ხო, რეალურად რამდენად შესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს. თუმცა სტატისტიკა მაინც არის ის, რომ პირხახის მიდამოში განვითარებული კიბოების მაჩვენებელი იზრდება, გასაგებია რომ გამომწვევი მიზეზები სხვადასხვა, მაგრამ მის ერთ-ერთ რომელიც უკვე განვითარებული დაავადების მიმდინარეობას ახდენს გავლენას და ამძიმებს მის ასე ვთქვათ მიმდინარეობას. და ნუ სტომატოლოგებსაც შესაბამისად შეექმნათ ძალიან ბევრი პრობლემა ხო ყვასაღის ხირურგებს, იმიტომ რომ რაოდენობაში იმატა ამ მიდამოში პირხახის მიდამოში განვითარებულმა კიბოებმა, რაც ნუ ცუდი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მცირდება თამბაქოს პროდუქტების მაგრამ აი ძალიან სწორი არის თანამედროვე სტომატოლოგიის მიდგომა, რომ პაციენტები, რომლებიც არიან მწეველები, მათ ძალიან ბევრი სტომატოლოგიური манипуляცია არ უტარდებათ და მათ აუცილებლად უარი უნდა ეთქვათ მის ჩატარებას. ხო, სანამ არ დაანებებს თავს ამ პროდუქტების მოხმარებას, იმიტომ რომ აზრს კარგავს იმ შედეგს ვერ მიიღებ მკურნალობის. აი მაგალითად პაროდონტოლოგიური მკურნალობის დროს 10 ღერი და მეტი ეს უკვე ითვლება ძალიან მაღალ რისკ ფაქტორად. ქავტონკეთი კიდევ ერთ საკითხი მინდა რომ ეს მოკლედ შევეხოთ, ეს არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, იმიტომ რომ ქირურგიის მიმართულების სტომატოლოგიაში იგივე საერთაშორისო კონფერენციებზე თუ ადგილობრივ ეროვნულ კონფერენციებზე ხშირად ხვდებით ხოლმე ქართველი ქირურგების მიერ გამოტანილ შემთხვევებს, კლინიკურ შემთხვევებს, რომლებიც ნუ ძალიან მძიმე სანახავია, იმიტომ რომ ის გართულებები, რომლებიც შეიძლება რომ გამოიწვიოს ამ საშუალებებმა, არის უმძიმესი ადამიანებისთვის. აი ერთი გაფრთხილება კიდევ სტომატოლოგიური პერსპექტივიდანაც ჩვენ სმენელს რომ მივაწყდოთ, რომ გარდა იმ ყველაფრისა, იმ ყველა ცუდისა, რომელსაც იწვევს განსაკუთრებით ინტრავენური ნარკომანია, ხო, ამ შემთხვევაში კიდევ რა პრობლემები შეიძლება უკვე პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობდეს. ძალიან საინტერესო და ისეთ აქტუალურ თემას შევეხეთ. ჯობდა რომ ეს თემა საერთოდ არ იყოს და ამაზე არ ვისაუბროთ. თუმცა ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და როდესაც იმუნური სისტემის დაქვეითება ხდება ორგანიზმში, ეს უკვე მთელი ორგანიზმი უკვე წინასწარ განწყობილია იმისათვის, რომ მას სხვადასხვა ვთქვათ დაავადებები ასე ვთქვათ შეინიღბოს, ხო? პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მოუწესრიგებელი არაჰიგიენური მაჩვენებელი არის ყოველთვის ძალიან ხშირად პირის ღრუში. ნარკოდამოკიდებულ ადამიანებში. გარდა ამისა, ვითარდება ასევე პირის ღრუს სიმშრალე, რაც კიდევ აღნიშნავ, რომ მაღალი რისკ ფაქტორი არის. და ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევები, რომელიც ასევე არამხოლოდ უცხოელებს, ჩვენს ყვასახის ქირურგებსაც ძალიან ხშირად, ვთქვათ, კონგრესებზე გამოვაქვთ, ეს არის ყბის ნეკროზი. რატომ ყბის ნეკროზი? იმიტომ რომ პირის ღრუში არის ძალიან ბევრი ბაქტერია
და შესაბამისად ეს პრეპარატები მოქმედებს და ამიტომ ხო, თან აქ ერთ-ერთი კუსტარულად დამზადებულ მით უმეტეს ნარკოტიკულ კუსტარულად საშუალებებზე უფრო მეტი. ერთი რამე დააღვნიშნო, რომ ჩვენ როდესაც თქვათ ნარკოტიკულ საშუალებებზე ვსაუბრობთ, რისკ ფაქტორებს ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პრეპარატებიც წარმოადგენს. იმიტომ რომ მხოლოდ ნარკოტიკი არ არის, ხო, შეიძლება მაგალითად რაღაცის გამო ქრონიკული ჩვენ დაავადებების გამო ქრონიკული მისაღებად. დაავადებების დროს და მანაც შეიძლება ერთ-ერთი არის მაგალითად ბისფოსფონატები, მჰმ. რომელიც ასევე გამახსენდა ხა ყბების ნეკროზს იწვევს, რატომ? იმიტომ რომ პაროდონტიტი არის ბისფოსფონატების ფონზე გავითარებული ყბების ნეკროზის, ასე ვთქვათ, ხელშემწყობი ფაქტორი და ახალ კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზიც არის, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებული ყბების ნეკროზი. და გარდა ამისა გრძილის ჭარბის ზრდაც. აი მაგალითად თუ იმუნოსუპრესორებს ავიღებთ მაგალითად, ხო, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ორგანოს ტრანსპლანტაციის შემთხვევაში იმისათვის რომ არ მოხდეს გამოძევება ამ ორგანოსი, უარი არ თქვას ორგანიზმმა, სხვადასხვა ჰემატოლოგიური დაავადებების, ავტოიმუნური დაავადებების დროს გრძილის ჭარბის დაახასიათებს. ასევე კალციუმის არხის ბლოკატორებსაც. აი მაგალითად ჰიპერტენზიის შემთხვევაში, არითმიების, სხვადასხვა გულსიძახვთა სისტემის სხვადასხვა დაავადებების შემთხვევაში აქაც გრძილის ჭარბის დაგვაქვს. და რაც მინდა აღვნიშნო, როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი ასეთი კლინიკური სიმპტომით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვესაუბრებთ მის მკურნალ ექიმს. თუ შესაძლებელია პრეპარატის შეცვლა, ძალიან კარგი, თუ არა, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ხშირად უნდა წელიწადში ორჯერ კონსულტაცია აუცილებელი არის. როდესაც მე ბისფოსფონატები ვახსენე, ბისფოსფონატები ეს ასე ვთქვათ, მექანიზმი არის ოსტეოკლასტების დათრგუნვა. ანუ რეზორბციის შემცირება ხდება ძვლის და სხვა შორის ჩვენც ხშირად ვიყენებთ ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც ოპერაციული ჩარევის დროს რაღაც გარკვეული манипуляციების დროს გვჭირდება მაგალითად ძვლის რეგენერაცია მოხდეს, ხო? მაგრამ აი ეს ნეკროზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევ და ისევ რატო? იმიტომ რომ პირის ღრუში არის ძალიან ბევრი ბაქტერია, პაროდონტიტი არის ქრონიკული დაავადება და ამ შემთხვევაში პაროდონტიტი წარმოადგენს რისკ ფაქტორს ბისფოსფონატების ფონზე. ამიტომ თუ ბისფოსფონატები აუცილებლად უნდა იყოს მიღებული, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პაროდონტოლოგთან ვიზიტი, ვინაიდან ნახევრადაშლის პერიოდი არის 10 წელი. ეს ნიშნავს, რომ ხანგრძლივი მიღების დროს ძალიან დიდხანს წლების განმავლობაში რჩება ორგანიზმში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კონსულტაცია სტომატოლოგთან აუცილებელი არის. კი ბატონო, ეს კოლაბორაცია ნამდვილად მნიშვნელოვანია მაგ შემთხვევაში. აქვე მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ერთ-ერთ კომპანიას, კომპანია Rich Groups და ამ ეპიზოდის მომზადებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მათ ერთ-ერთ კონკრეტულ პროდუქტს, რომელიც პროფესიული პროდუქტი გახლავთ, Chlorhexidine, იმიტომ რომ არა მათი მხარდაჭერა შეიძლებოდა ტექნიკურად ვერ მოგვემზადებინა ეს ეპიზოდი. დიდი მადლობა მინდა რომ ამ კომპანიას გადაუხადო და ახლა რამდენიმე წამიან რეკლამას ნახავთ მათი საშუალების. Chlorhexidine. საუკეთესო შესაძლებლობა პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემების მოსახვარებლად. კავტონო კეთი. მინდა რომ გადავიდე შემდეგ საკითხზე, ანუ მე მგონი ესეთი ზოგადი მონახაზი გავაკეთეთ, როგორ ვითარდება და სტომატოლოგიური დაავადებები, რა პრევენციის საშუალებები გვაქვს, ესენი ძირითადად არის მექანიკური საშუალებები, რომელიც ინდივიდუალურად ადამიანმა თვითონ უნდა გააკეთოს და ეს დროს მოითხოვს. თუმცა ეს საშუალებები იცვლება, ვითარდება, იხვეწება და მეორე, შეუცვლელი რჩება სტომატოლოგის საქმე, იმიტომ რომ მართვა, რისკების გათვლა და პრევენცია ასევე ხდება უკვე სტომატოლოგის მიერ სტომატოლოგიურ კლინიკაში. თუმცა ჩვენ ცოტა განსხვავებული მოცემულობები გვაქვს სტომატოლოგიის მიმართულებით. თქვენ რაღაცა დაავადებები და პროფესიები ახსენეთ დღეს, ხო? აი ბევრი ვისაუბრებთ მაგალითად პაროდონტოლოგზე, რომელიც ჩვენთან ჩვენ ვარქმევთ ადამიანებს, რომ პაროდონტოლოგები არიან, ხო? ესეთი სპეციალობა მაგალითად არ არსებობს. ყბასახის ქირურგები ვახსენეთ, რომელიც ასევე დამოუკიდებელი სტომატოლოგიური სპეციალობა გახლავთ. და ბევრ ქვეყანაში სტომატოლოგიური განათლება ზოგადად არის
საუნივერსიტეტო სივრცეში დარჩენილი განათლება, ხო, არის 5 წლიანი ან 6 წლიანი, რომელშიც აი ეს ეგრეთ წოდებული რეზიდენტურები, რაც ჩვენ გვაქვს, შერწყმულია შეგეთ, იმიტომ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება General dentist. არის ხო, რომ ამთავრებს ის არის general dentist. ხა ქართულად ალბათ შეიძლება გამოვიყენოთ ტერმინი ზოგადი პროფილის სტომატოლოგი ადრე ერქვა ასე. ანუ general dentist ხა ესე რომ თქვათ უფრო გასაგები იყოს ადამიანებისთვის, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არის ექიმი. და მას თუ სურს შემდგომში შეუძლია რომ ვიწრო სპეციალობაში წავიდეს, ამისთვის არსებობს უკვე სპეციალიზაციის კურსები, რომლებიც ამ სპეციალიზაციის კურსებს უკვე დარგობრივი ასოციაციები მართავენ და აქედან იწყება უკვე უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა. ჩვენთან საქართველოში ეს სისტემა არ აქვს. ჩვენ ისევ ვრჩებით ინერციით საბჭოთა მემკვიდრეობაში, როცა გვაქვს საუნივერსიტეტო განათლება, რომლის შემდეგაც ექიმი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას, ან კურსდამთავრებულის და იგი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას ვერ იღებს და ამისთვის მას სჭირდება სპეციალური აკრედიტებული კურსი, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული კურსი, ასე ჩვენ რეზიდენტურას ვეძახით და სწორედ ამის შემდეგ ხდება უკვე ექიმი. როგორ ფიქრობთ? დღეს აი ამ 2025 წელს ეს სისტემა რამდენად ერგება უკვე თვითონ დარგის განვითარებას, სტომატოლოგების იმ მოთხოვნებს, იმ ცოდნას, იმ პრაქტიკას, რომელიც უკვე დარგში არსებობს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა უკვე დრო, რომ აი ეს სისტემა ჩვენთანაც ნელ-ნელა შეიცვალოს, ნელ-ნელა ან სწრაფად? და უკვე გადავიდეთ იმ რელსებზე, რომელზეც გადავიდა ჩვენი ბევრი მეგობარი სახელმწიფო რეალურად აწლეულების წინ. შეკითხვაზე პასუხი არის, რომ არ ერგება. ჯერ კიდევ 10 წლის წინ სამედიცინო უნივერსიტეტში, როდესაც სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ვიყავი, მაშინ დავიწყეთ ამ პროგრამაზე მუშაობა, შემდეგ არ გამოვიდა. სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს პროგრამა იმისათვის, რომ როგორც აღნიშნეთ, კურსდამთავრებულმა, რომელსაც 5 ან 6 წელიწადი ისწავლა, ის მზად იყოს საექიმო საქმიანობისთვის. იმიტომ რომ დიპლომამდელი განათლება არის არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება და დამთავრებულ სტუდენტს, როდესაც ის უნივერსიტეტს ამთავრებს, უკვე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საექიმო გამოცდილება, ამიტომ ძალიან დიდხანს უნდა მუშაობდეს, ანუ პრაქტიკული მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში არის აუცილებელი და მას თავისი კომპეტენციები უნდა ჰქონდეს. როდესაც თქვენ ზოგადი სპეციალობის სტომატოლოგი ახსენეთ, ეს არის ასე ვთქვათ, general dentist, ხო? რომელსაც კომპეტენციების ფარგლებში მას შეუძლია რომ იმუშაოს. ეს კომპეტენციები არის განსაზღვრული, სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა არის და როგორც აღნიშნეთ, ასევე თუ მას უნდა რომ რაღაცა კონკრეტული სპეციალობა შეიძინოს, მაშინ უნდა გაიაროს, თქვათ, სხვა პროგრამა და გახდეს, თქვათ, ექიმი ენდოდონტისტი, შეიძლება გახდეს მაგალითად თერაპევტი, შეიძლება გახდეს ორთოპედი, ორთოდონტი და ასე შემდეგ. დანარჩენ შემთხვევაში მას შეზღუდული კომპეტენციებით შეუძლია მუშაობა აბსოლუტურად თითქმის ყველა მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს რას ვიღებთ, რომ ამთავრებს სტუდენტი, შემდეგ მოდის დიპლომის შემდგომ განათლება უნდა მიიღოს, ჩვენ გვაქვს ამისათვის ახალი პროგრამები, რომელიც მაგალითად თერაპიულ სტომატოლოგიაში არის ერთწლიანი და მე მაგალითად გონია, რომ დღევანდელი მოცემულობით ეს 1 წელი ნამდვილად საკმარისი არ არის, იმიტომ რომ დიპლომამდელი განათლება ვერ აძლევს იმ კვალიფიკაციას სტუდენტს, რაც მაგალითად არის უცხოეთში. როდესაც დიპლომის შემდგომი განათლება იწყება, ჩვენ სამწუხაროდ კიდევ გვიწყებს აი ეს საბაზისო კურსთან მოbrunება, რაც რა თქმა უნდა არის უბრალოდ დროის კარგვა და შემდეგ უკვე იწყება კლინიკური კურსი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უკვე 2025 წელია ეს პროგრამები უნდა შეიცვალოს და ჩვენ ეს უმტკივნეულოდ ვერ განხორციელდება, მაგრამ ნელ-ნელა აუცილებლად უნდა გადავიდეთ. ხო? სტომატოლოგიური საზოგადოება უკვე მზადია. თავარია ნება და დარგი ყოველთვის მზად იქნება. ხო, ეს ტენდენცია მოჩანს ისედაც, რომ ხშირ შემთხვევაში დარგი უსწრებს ხოლმე თავისი განვითარებით იმ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რეგულაციებს, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს. იმიტომ რომ აი დღეს ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვახსენეთ სხვადასხვა სტომატოლოგიური სპეციალობა და კიდევ ერთხელ აი ნათელი რო გახდეს ახლა რას გულისხმობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პაროდონტოლოგი.
ისინი მუშაობენ პაროდონტოლოგიაში, კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ ასეთი სპეციალობა არ არ გაგვაჩნია, ხო? ისინი არიან თერაპევტი სტომატოლოგები ან ქირურგი სტომატოლოგები და ქირურგიაში კიდე სხვადასხვა სპეციალობებად არის და სხვათა შორის მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ეხლა ჩვენ მაგალითად ვართ წევრები იტალიის ვთქვათ რომის საპიენცას უნივერსიტეტთან გვაქვს ვთქვათ კონტრაქტი, ძალიან ხშირად ვართ, თითქმის წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ იქ ვართ ხოლმე, ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, არც იქ არის. და ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის ცალკე სპეციალიზაცია, მაგრამ იქ არის ჯენერალი, იქ არის პირისღრუს ჰიგიენისტი, ზურა, იქ არის პირისღრუს, ანუ პროფესიული განათლების პროგრამებია პირისღრუს ჰიგიენაში და ჩვენ რასაც მაგალითად ეხლა კონსერვატიულ პაროდონტოლოგიას ვეძახით, ის არის პრინციპში პირისღრუს ჰიგიენისტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი პროფესიული განათლების პროგრამა და არის უმნიშვნელოვანესი სპეციალობა, რომელიც ეხლა და ეხლა ინერგება უკვე ჩვენთან და ამაშიც ჩვენ ასოციაციას ერთობლივად ძალიან დიდი წვლილი მეუძღვის. კი ბატონო, მოდი ამაზე შევჩერდეთ 2 წუთით, ანუ ეს პირისღრუს ჰიგიენისტი ეს სპეციალობა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ხო? და სტომატოლოგთა ასოციაციას ზოგადად, ხო, ახლა ვინც არ იცის, მეც ამ ასოციაციის წარმომადგენელი ვარ, მე და კაპტონიკეთი უკვე რამდენი 11 წელია ამ ორგანიზაციაში მუშაობთ და ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ მოხალისეობრივად სტომატოლოგიის დარგის განვითარებისთვის და მათ შორის იყო პროფესიული განათლების თემაც, ხო? როცა ახალი პროგრამები შევქმნით, გავაკეთეთ და მათ შორის იყო პირისღრუს ჰიგიენისტის ჯერ კიდევ 2017 წელს პირველი პროგრამა და ეხლა შემდგომში ეს განახლდა და კი მეც გეთანხმებით, რომ დღეს პროფესიული განათლება ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს, დეკლარირებულად არის კიდეც და მათ შორის სტომატოლოგიური სპეციალობები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სტომატოლოგიურ სფეროში პირისღრუს ჰიგიენისტი ნამდვილად არის. და ნუ მიხარია რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ახლა ამ პროგრამის განახლებაზე ჩართული, სპეციალისტები, პროფესიონალები, ბევრი ჯაბაასიც მოყვა, განხილვებიც მოყვა. ამ საკითხებს ეს ძალიან ჯანმრთელი პროცესია, კი ბატონო, ეს მხოლოდ ეხმარება პროცესს გაუმჯობესებისთვის, გაუმჯობესებაში და შემდგომში ის კურსდამთავრებულები, რომლებიც ამ პროგრამებს დაასრულებენ. იქნებიან ისეთი მაღალი დონის სპეციალისტები, მე ამის ჯერა იმით კონკრეტულად იმ საქმეში, რაც მათ ისწავლეს იმ 2-3 წლის განმავლობაში. თავის საქმე აქვს, რაღაც კონკრეტული კომპეტენცია აქვს და იმ კომპეტენციით შეიძლება რომ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყოს. სპეციალისტ პირისღრუს ჰიგიენისტები უცხოეთში არიან პასუხისმგებელი პირისღრუს ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ როდესაც თქვა კლინიკაში რაღაცა გარკვეული манипуляციები ჩატარდება, ეს იქნება ქირურგიული თუ არაქირურგიული, საბოლოოდ პირისღრუს ჰიგიენისტი იღებს პასუხისმგებლობას პირისღრუს ჯანმრთელობაში, როცა წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ თქვათ მოთხოვნის და შესაბამისად, შემდეგ ის აკეთებს თქვათ პროფესიულ დათვალიერებას და წმენდას და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერვენციებს. კი ბატონო. ამ პირისღრუს ჰიგიენისტთან ერთად ასევე გააკეთდა და მომზადდა სტომატოლოგის ასისტენტის პროგრამა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აი სხვათა შორის რატომ არის იცით მნიშვნელოვანი? აი როდესაც ჩვენთან ამთავრებენ, უცხოეთში როცა ამთავრებენ, ისინი ექიმები არიან და როდესაც ჩვენთან ამთავრებენ, მაგას კი არა რეზიდენტურასაც რო ამთავრებენ, შემდეგ იწყებენ ასისტენტობით. მე არ მიმაჩნია ეს სწორად, იმიტომ რომ ის პირდაპირ უკვე მისი ნასწავლი კლინიკური, ასე ვთქვათ, უნარჩვევები აუცილებლად უნდა დახვეწოს და ეს უნდა მოხდეს პრაქტიკულ საქმიანობაში. და დღეს ჩვენ, იმიტომ რომ ასისტენტი არ აქვს, ასისტენტი როგორც ესეთი პროფესია არ არის. და ამიტომ ისევ სტუდენტები მუშაობენ, რეზიდენტები მუშაობენ, მაგრამ რეზიდენტმა და სტუდენტმა იმიტომ არ ისწავლა ამდენი, რომ ის მხოლოდ, თქვათ, თანაშემწე იყოს ექიმის. მან უნდა იმუშაოს პრაქტიკულად, უნდა განახორციელოს პრაქტიკული საქმიანობა. და ასევე ასისტენტის პროფესია არის უმნიშვნელოვანესი. მთელ მსოფლიოში ზოგადად მოთხოვნადი არ არსებობს კლინიკა, ყველა კლინიკა ასისტენტს თხოვლობს, ხო? ჩვენ ამდენი გვიკავშირდება და იმიტომ რომ ეს არის ძალიან დეფიციტური, ასე ვთქვათ, დარგიც არ არის, ანუ მიმართულება არის, ხო? პროფესიული განათლების პროგრამის მიხედვით და ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, ვთქვათ, პროფესია, გაიაროს ასისტენტის, ვთქვათ, პროგრამა და იყოს იმ თავის საქმიანობაში ძალიან ძლიერი. კი ბატონო, აი სხვათა შორის უცხოეთში ძალიან ბევრ ქვეყანაში უმუშევრობა
შემცირდა სადღაც პროფესიული 60-70%-ით აი ამ პროფესიული განათლების ამიტომ მიღების მეც შემდეგ. მოვუწოდებ ახლა თუ გვისმენენ ჩვენ სხვადასხვა კოლეჯების წარმომადგენლები, რომ ეს პროგრამები შეუძლიათ აიღოთ და აიღონ და დაიწყონ სტუდენტების მიღება, იმიტომ რომ დამტკიცებულია და უკვე ხო ეს პროგრამები დამტკიცებულია, შეგიძლიათ რომ მიიღოთ დაიწყოს სტუდენტების მიღება, ეს არიან სპეციალისტები, რომლებიც ყველა სტომატოლოგიურ კლინიკას ჭირდება, ამიტომ მათ დასაქმების პრობლემა არ ექნებათ. თუმცა არის გორის საზოგადოებრივი კოლეჯი, არის ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო განხორციელება, იქ უკვე სტუდენტები არიან და მალე ისინი შრომით ბაზარზე გამოჩნდებიან, როგორც ესეთი დამსახურებული და დაფასებული სპეციალისტები. კი ბატონო, ანუ აი ამ სანამ ისევ ამ სტომატოლოგიის სფეროში გასაგებია ის, რომ პრაქტიკის პრობლემა გვაქვს უნივერსიტეტში, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის დონეზე ბოლო წლებში ეს დიდი ხნის მონაპოვარი არ არის, სადაც სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა საუნივერსიტეტო კლინიკების არსებობა მასე რა ქვია სტომატოლოგიის პროგრამებისთვის უნივერსიტეტებში. იმიტომ რომ მე მახსოვს ეგ პერიოდიც, როცა უნივერსიტეტებში სხვადასხვა ექსპერტული შეფასებებით ხდებოდა ხოლმე ვიზიტები, იყო პერიოდი, როცა თუ კლინიკას არ ქონდა ესეთი ბაზები, ეს დიდ პრობლემად არ ითვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ ხო გასაგებია, რომ მედიცინა პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ მე შემდგომში რეზიდენტურაში ისწავლის პრაქტიკას, დღეს ესე აღარ არის. მაგრამ მაინც პრობლემა გვაქვს, ეს ის ხარისხი არ არის, რაც უნდა იყოს პრაქტიკის, ხო? არც საუნივერსიტეტო დონეზე და ნუ როგორც წესი, არც რეზიდენტურის დონეზე, იმიტომ რომ იქაც დროის პრობლემა, იქაც ნუ მილიონი სხვა პრობლემა და ფასი რა თქმა უნდა, ხო? ეს ფასიანია. უფასო არ არის რეზიდენტურა. აქეთ იხდის ძალიან დიდ თანხას, ამიტომ უნივერსიტეტ დამთავრებული სტუდენტი, რომელიც მაგალითად სახელმწიფო გრანტით იყო, მან შეიძლება ვერ გააგრძელოს რეზიდენტურაში სწავლა. მოკლედ, აქ ძალიან ბევრი პრობლემაა. მაგრამ ერთ-ერთ პრობლემაზე მინდა კიდე რომ შევჩერდე, საუნივერსიტეტო განათლების დონეზე. ეს არის სახელმძღვანელოების პრობლემა და ტერმინოლოგიის პრობლემა. ნუ ჩვენ ვერ დავიკვეხნით მეცნიერების ფართო განვითარებით ეს ვიცით და ქვეყნების სადაც ესეთი მეცნიერება სწრაფად არ ვითარდება, ამ მიმართულებითაც და ტერმინოლოგიის მიმართულებით მაგალითად ძალიან ჩამორჩენა გვაქვს ხოლმე, ხო, რომ იმიტომ ჩვენ რო არ ვიგონებთ რაღაცებს, ამიტომ ამ ტერმინებს ქართული სახელები არ ქვია და შემდგომში ჭირს ხოლმე უკვე ამ ტერმინების ჩვენთან გადმოტანა. თქვენ ეს რა ქვია, მე მგონი თერაპიული სტომატოლოგია ერთ-ერთი ალბათ ყველაზე, არ ვიცი, ესეთი დასაფასებელი დარგია იმ თვალსაზრისით, რომ თუ რამე არ აკლდეს, იყო სახელმძღვანელოები. თქვენ რამდენი სახელმძღვანელოს ავტორი ხართ? ეხლა იმ ბოლო წიგნის ჩათვლით, რომელიც მალე გამოვა, ალბათ ბოლო წიგნის ჩათვლით 11. 11 სახელმძღვანელოს. აქედან ორტომეული იქნება. ეს სახელმძღვანელო ენდოდონტია და პაროდონტოლოგიაც ორტომეული სახელმძღვანელო არის. კი ბატონო. აი ამ ტერმინებზე როგორ მუშაობთ ხოლმე? აი როგორ ხდება ახალი ტერმინების შემოტანა, გადაქართულება აი ამ სულ ყველაფრის იმ გამოცდილების, რომელიც სამწუხაროდ ძირითადად ეს გამოცდილება და ცოდნა გროვდება ხოლმე დასავლეთის ქვეყნებში. საკმაოდ რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ძირითადად ლათინური ტერმინოლოგიით სარგებლობთ ხოლმე საერთოდ ექიმები, ხო, ვიყენებთ ამ ლათინურ ტერმინოლოგიას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე ჩვენ სახელმძღვანელოებში, რომ ეს ტერმინოლოგია გადმოვაქართულოთ და შევქმნათ ახალი ქართული ტერმინები. მაგალითად, საქართველოს პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების საორგანიზაციო ჯგუფმა შექმნა ლექსიკონი. ძალიან კარგი ლექსიკონი, ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო არის თითოეულისთვის. ამიტომ ჩვენ პარალელურად, როდესაც ჩვენ სახელმძღვანელოებს ვაკეთებთ და სახელმძღვანელოებს ვქმნით, მის თითოეული სახელმძღვანელოს ბოლოში არის ტერმინოლოგიური ლექსიკონი. და იქ ვცდილობთ, რომ გადმოვაქართულოთ, ასე ვთქვათ, ქართული ტერმინოლოგია შევქმნათ და კარგად აუხსნათ მკითხველს რას ნიშნავს. არ არის მარტივი, მაგრამ ნუ ეს მუშაობის პროცესია. ანუ ამაზე ავტორთა ჯგუფი მუშაობს. ავტორთა ჯგუფი ყოველთვის, რა თქმა უნდა, მუშაობს და გეთანხმებით იმაში, რომ ყველაზე დიდი დეფიციტი დღეს საუნივერსიტეტო სივრცეში ეს არის სახელმძღვანელოები. იმიტომ რომ სახელმძღვანელოს შექმნა მარტივი არ არის. ჩვენ პირადად ძალიან ბევრი საქმე გადადებული გვაქვს იმისათვის, რომ 3 და 4 წელი ვიმუშაოთ იმაზე, რაც აუცილებელი არის როგორც დიპლომამდელი, ესევე დიპლომის შემდგომი განათლების სტუდენტისთვის. და ყველა ასაკის ექიმისთვის. კი ბატონო. აი დღეს რომ ესეთი რეფორმა გადაარდეს და ითქვას რომ აი სტომატოლოგიის დარგი უნდა მართონ სტომატოლოგიის პროფესიონალებმა. შეძლებს თუ არა სტომატოლოგთა ასოციაცია თავისი წევრებით, რომ თავის ხელში აიღოს მართვის სადავეები. ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მართავს. სტომატოლოგთა ასოციაციისთვის
ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ჩემი გადმოსახედით პირიქით უკეთესიც არის, იმიტომ რომ დარგმა ყველაზე კარგად იცის მის სფეროში რა არის მნიშვნელოვანი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. დღეს ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ სამინისტროსთან ერთად. დელეგირება არ ნიშნავს სრულ დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებთან ეს უნდა იყოს აუცილებლად მათთან ერთად უნდა იყოს მართული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, იგივე რეფორმირება, იგივე ცვლილებების შეტანა ამ კანონებში აუცილებლად უნდა მოდიოდეს დარგისგან. იმიტომ რომ ჩვენ დამეთანხმებით რომ ხშირად გვიწევს რომ რაღაცა ცვლილება მოხდება და შემდეგ ადაპტაციას მორგებას ვახდენთ ამ ცვლილებაზე, ან შემდეგ შეხვედრებს ვმართავთ და რაღაცნაირად რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დიდი რესურსი ხარჯება მე. ძალიან დიდი რესურსი. ამიტომ სწორად მართული ისევე იგივე გამოცდების ჩატარება, იგივე პროგრამების შემუშავება, იგივე უსეგე პროგრამებზე მუშაობა, ეს უნდა იყოს დარგის გადასაწყვეტი. იმისათვის, რომ ჩვენი მიმართულება სწორად გავითარდეს. თუ არსებობს ესეთი ასოციაციები, რომელსაც ხალხი ენდობა, რომელსაც კოლეგები ენდობიან და რომელსაც სახელმწიფო ენდობა, ეს რა თქმა უნდა აუცილებელი არის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოუვა ასოციაციას ეს საკითხი. კაპიტანო ქეთი, კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც მინდოდა რომ ამ საკითხზე დამესვას, ეს ეხება მტკიცებითი სტომატოლოგიის საკითხს. მტკიცებულებების მნიშვნელობასა და კვლევის მნიშვნელობას სტომატოლოგიაში, იმიტომ რომ თქვენ ახლა მეცნიერებაში ხართ ამდენი წელია და ასევე ის კოლაბორაციები, რომლებიც თქვენ დაიწყეთ, სხვადასხვა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, ეს იტალია იქნება თუ ასე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ხო? იმიტომ რომ აი ახლა შტაბ-ბეჭდების ქვეშ იყვნენ კოლეგები, რომლებიც იყვნენ იტალიაში, თუნდაც აი ამ მასტერკლასებზე და ესეც იყო ის მეცნიერების პროდუქტი პრაქტიკაში გადატანილი, რომელმაც ხედვა შეცვალა, ხო? ანუ სხვანაირად გვეგონა, რომ რაღაცები შეიძლება ან არ შეიძლება და იქ სხვა რეალობა დაგვხვდა და ეს ახლა პრაქტიკაში წამოვა ქართველი სტომატოლოგების კლინიკურ პრაქტიკაშიც, ხო? ამის ტრანსლირებას როგორ ვაკეთებთ კვლევებისას საქართველოში? გვაქვს თუ არა ამ მიმართულებით გამოწვევები და საერთოდ რატო არის ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებითი მედიცინა, როცა ჩვენ საექიმო დარგებზე ვსაუბრობთ და რას უნდა მიაქციოს თითოეულმა ექიმმა ყურადღება, როცა მაგალითად ეცნობა რაღაცა პუბლიკაციას სადღაც? ეს არის ის საკითხი, რომელზეც ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა ვისაუბრო და არის საინტერესო არა მხოლოდ ჩვენი კოლეგებისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვისაც. ეს არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა, ანუ მტკიცებითი მედიცინა, რომელიც ჩაისახა, ასე ვთქვათ, დაახლოებით 30 წლის წინ, ასე ვთქვათ, აიდგა ფეხი და დღეს მასე დაერქვა როგორც მტკიცებითი მედიცინის კონცეფცია, რამაც რადიკალურად შეცვალა ექიმების აზროვნება და შეცვალა მთლიანად მათი მიდგომა. ამ კონცეფციაში, მტკიცებითი მედიცინის კონცეფციაში მთავარი ადგილი უკავია ერთ სუბიექტს. ეს არის ექიმი, რომ და მტკიცებულებებზე ორიენტირებულმა ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს რა, სად, როგორ მოიძიოს, სად რომელი პუბლიკაციას გაეცნოს, სად მოიძიოს კვლევები, რომლის საფუძველზეც მოწოდებული რეკომენდაციები მისი შედეგისთვის იქნება ძალიან სასარგებლო და კეთილსინდისიერად როგორ უმკურნალოს, თქვათ, პაციენტს. ამიტომ ეს მტკიცებითი მედიცინა არ ესეთ სპონტანურად არ შექმნილა, ხო? მას რაღაცა თავისი გარკვეული საფუძვლები აუცილებლად ჰქონდა და ძალიან საინტერესო იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ გამოჩნდნენ მედიცინაში ეგეწოდებული როგორც ამობი დონ კიხოტები, რომელმაც სრულიად შეცვალეს და გაილაშქრეს იმ საკითხის წინააღმდეგ, რომელიც ხდებოდა იმ პერიოდში მთელ მსოფლიოში მედიცინის სამედიცინო, ასე ვთქვათ, კუთხით. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მტკიცებითი მედიცინის საწყისებთან დგას შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟის ავტორი, მწერალი კონან დოილი. იგი იყო ძალიან კარგი მწერალი, ვიდრე იყო ექიმი, იგი გახლდათ ექიმი ოფთალმოლოგი და მან პირველმა გააკრიტიკა, იგი იყო შოტლანდიელი მწერალი, ბრიტანული მედიცინა და გამოაქვეყნა კიდეც სტატია ამის შესახებ და მას ეკუთვნის ძალიან საინტერესო ფრაზა, რომელიც ჩვენთვის ყველასათვის არის ძალიან კარგად ცნობილი, რომ რაც უფრო ნაკლები განათლება აქვს ექიმს, მით მეტი წარმოდგენა აქვს მას თავის პროფესიულ ღირსებაზე.
ამის შემდეგ უკვე ამ საკითხებში ჩაერთო შოტლანდიელი პროფესორი არჩიბალდ კოხრეინი, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, იმიტომ რომ კოხრეინის კოლაბორაციის შემქმნელი იყო, დაფუძნებელი. ეს არის ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აი ამ სამედიცინო კვლევების შედეგად მიღებული, ანუ შედეგების სისტემატიზაციისთვის არის მოწოდებული, რაც ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების საფუძველზე სამედიცინო სფეროში სწორი ინტერვენციების, ასე ვთქვათ, გაკეთებას. და არის 59 მიმოხილვითი ჯგუფი, მასში პაციენტებიც კი არიან ჩართულები და მთელ მსოფლიოში სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტებში არიან. მას ეკუთვნის სხვათა შორის კონტროლირებადი, რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის ფუძემდებელი არის კოხრენი და იგი აქტიურად ამ საკითხებში ჩაება და ძალიან აქტუალური იყო ეს მისი ცხოვრებისეული გამოცდილების გამო, იმიტომ რომ მას ჰქონდა კანის სერიოზული დაავადება და წლების განმავლობაში მკურნალობდა იმ პრეპარატებით და იმ რეკომენდაციებით სარგებლობდა, რასაც თქვათ მკვლევარები იმ პერიოდში აღწევდნენ. ამიტომ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ეს კვლევები იყო ძალიან სუსტი. შემდეგ უკვე ჯინგლასი გაჩნდა, რომ მათ სისტემურად მეტაანალიზის კონცეფცია შექმნა და დღეს ნახეთ როგორ არის, თუ გვაინტერესებს რომელიმე კონკრეტულ თემაზე კონკრეტული პასუხი, ამისათვის ექსპერტების ჯგუფის ხდებიან. ერთი რომელიმე საკითხი, რომელიც არის საინტერესო, ყველა პუბლიკაციის შესწავლა ხდება რევიზია, შემდეგ ამ პუბლიკაციების გაფილტვა და რაც დარჩება, აი ის არის ყველაზე სანდო, ყველაზე სარწმუნო. აი ერთ-ერთი მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანო ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაქტიკის თემა, რომელიც არა მხოლოდ სტომატოლოგებისთვის, არამედ მედიცინის ყველა სფეროში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, იმიტომ რომ ბაქტერიემი ეს არის სისხლში ბაქტერიების არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირი დაავადება არისო, მის დაავადების შემთხვევაში 10-12 ლეტალობის პროცენტი საკმაოდ მაღალი იყო და ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ მოდით სტომატოლოგი, იმიტომ რომ პირიზღუში ძალიან ბევრი ბაქტერია არის, ამიტომ სტომატოლოგიური პროცედურები ჩაითვალა ძალიან მაღალ რისკ ფაქტორად. ამისათვის ჩატარდა სისტემური მომხილვა. 2000 საუბარი იყო, რომ პირისღრუში ანუ სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს შეიძლება დაინფიცირება და სხვათა შორის ეს ძალიან აქტუალური საკითხია, მინდა გითხრათ. ამისათვის ჩატარდა სისტემური მომხილვა. 2038 პუბლიკაცია გადაიხედა და ამ 2038 პუბლიკაციიდან იცით რამდენი დარჩა? საბოლოოდ მიმოხილვის შედეგად ერთი მხოლოდ შემთხვევა კონტროლის კვლევა. ამის შემდეგ მათ გააკეთეს, ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ არ არსებობს სანდო მტკიცებულებები ბაქტერიული ინფექციური ენდოკარდიტის რისკის მქონე პაციენტებში სტომატოლოგიური პროცედურების დროს აი ამ რისკის შესახებ. აქედან გამომდინარე, ანუ შესაძლებელია, რომ ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ დაისვა აქტუალობა და აუცილებლობა. მით უმეტეს, როცა ექსპერტებმა თქვეს, რომ პირის ღრუში იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბაქტერია, მცირე ხარისხის ხშირი ეპიზოდები ბაქტერიუმის ყოველთვის ხდება. ყოველთვის აქ ამას ადგილი ღეჭვითი მოძრაობის დროს, ყოველთვის ხდება მაგალითად მის ფლოსის გამოყენების დროს, კბილების გამოხერხვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცუდი ჰიგიენური ისინი პირის ღრუ აქვს პაციენტს და ამავდროულად აღინიშნება პაროდონტიტი. ხო, იმიტომ რომ პაროდონტიტია წარმოადგენს რისკ ფაქტორს. მით უმეტეს, როდესაც არც ერთი რანდომიზებული კვლევა არ არსებობს, კონტროლირებადი კვლევა, რომელიც დაადასტურებდა ამ ფაქტს, იმიტომ რომ ხშირი დაავადება არ არის, იშვიათად ვითარდება და ამიტომ გარკვეული რაოდენობის პაციენტების მოძიება სირთულეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კვლევის საჭიროება ეს ქვეშ ხდება. აქედან გამომდინარე 2015 წელს კარდიოლოგთა ევროპულმა ასოციაციას, უბრალოდ ევროპულმა კარდიოლოგთა ევროპულმა ასოციაციამ მოგვაწოდა პირდაპირი გაიდლაინები ჩვენ სტომატოლოგებს, როდის რა უნდა გავაკეთოთ, რა შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ და ვინ შედის ამ რისკის ჯგუფში მყოფი, ვინ არიან ეს პაციენტები. სტომატოლოგის ბრალეულობა. ხო, იცით, პირდაპირ მოგვაწოდეს ანტიბიოტიკები, რომლებიც უნდა იყოს გამოყენებული, თქვათ, იმ შემთხვევაში თუ ანამნეზში ერთხელ მაინც არსებობს ეს შემთხვევა ენდოკარდიტის, მათ უნდა ჩაუტარდეს თანდაყოლილი, თქვათ, პათოლოგების შემთხვევაში, ოპერაციების შემთხვევაში და სხვადასხვა იმისთვის და ეს არის მოწოდებული
სიცრილში, როდის უნდა გავაკეთოთ და რა. თუ მაგალითად სისხლდენასთან არ ასოცირდება საერთოდ ისა თუ ის პროცედურა სტომატოლოგიური, ასეთ შემთხვევაში იგივე მაგალითად კარიესის გარკვეული ლოკალიზაციების დროს მაგალითად საერთოდ არ არის საჭირო ანტიბიოტიკოთერაპია, მაშინ როდესაც ამას თავისი გარკვეული რისკ ფაქტორებია. ძალიან მნიშვნელოვანია იყო ასევე ისიც, რომ სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია ყოველთვის ტარდებოდა მაგალითად პაროდონტიტის შემთხვევაში. და 20-20 წლის გაიდლაინში, კლინიკური გაიდლაინში პირდაპირ მოგვიწოდეს, რომ ეს არ არის აუცილებელი გარკვეული კლინიკური მდგომარეობები, ну იქ არის ჩამონათვალი, თქვა რა მდგომარეობები შეიძლება იყოს. ამიტომ პირველი რიგის აღარ რუტინულად ეს აღარ ხდება. რუტინულად აღარ ხდება. თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ მკურნალობის შედეგები შეიძლება სუროგატული იყოს და შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, აი მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, როდესაც ოსტეოპოროზის დროს ფტორიდების გამოყენება ხდებოდა და რატომ? იმიტომ რომ პროფილაქტიკა, ანუ რისკს ამცირებდა მოტეხილობის, იმიტომ რომ ამ დროს სიმკვრივე იყო, ხო, ძვალში შემცირების სიმკვრივე მცირდებოდა. კვლევით აღმოჩნდა, რომ სიმკვრივე გაიზარდა, მაგრამ მოტეხილობის რისკიც გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ეს იყო სუროგატული შედეგი, როდესაც მასა გაიზარდა, იმიტომ რომ ჭეშმარიტი შედეგი არის პროფილაქტიკა თვითონ მოტეხილობის. ასევე იყო მაგალითად პაროდონტიტის დროს, როდესაც პაროდონტიტის მკურნალობა ძირითად ეფექტიანობის განსაზღვრა სუროგატული შედეგების საფუძველზე ხდებოდა სამწუხაროდ. ვინაიდან თუ პაციენტს საერთოდ არ აინტერესებს მკურნალობის დროს, რამდენი აქვს მას პაროდონტული ჯიბე, სიღრმე, თქვა ფურკაციული დაზიანება აღენიშნება თუ არა, როგორ შეიცვალა მის მორყევის ხარისხი, მისთვის თავარი რა არის, რომ კბილი შენარჩუნდეს და მთელი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით ქონდეს ეს არის ჭეშმარიტი და არა სიმპტომები არ იცით რა, ეს არის დემონსტრირება იყო და არაპროფესიონალური მიდგომაა, როდესაც თუ გრძილი გავარდისფრთება, თუ კბილი არ მოირყევა, თუ თქვა რაღაცა, აი ეს სიმპტომატიკა შემცირდება, ეს კარგია და ეს არის შედეგი, ეს არის მხოლოდ სუროგატული შედეგი. მთავარი დღეს ოქროს სტანდარტი, ეს გახლავთ კლინიკური მიმაგრების დარღვევა, ანუ მანძილი მინაქარდის დუღაბის ცასვლიდან ზონდირების სიღრმეებდი, იმიტომ რომ ეს არის მთავარი და ოქროს სტანდარტი უკვე არა პაროდონტული ჯიბის სიღრმე, არამედ კლინიკური მიმაგრების დარღვევა, ესეც რა თქმა უნდა, აი ამ მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე გვაქვს მოწოდებული და ამაზე შეიძლება უხვად ძალიან ბევრი საუბარი. კი ბატონო და ბოლოს ჩვენი მაყურებლის შეკითხვები, რომელიც ჩვენ სოციალური მედიის გვერდებზე ანონსის შემდეგ დაგროვდა. ეხლა რამდენიმეს გამოვტოვებ ბოდიშფუხდი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მაგ საკითხებზე უკვე ვისაუბრეთ, რომელზეც იყო შეკითხვები, ამიტომ მარტო იმ შეკითხვებს გავახმაურებ, რომლებზეც არ გვისაუბრია. აი მაგალითად ნინო ჯაფარიძე წერს, რომ სტომატოლოგიური მომსახურება რატომ არის საქართველოში ასე ძვირი, სად არის ფასთა რეგულირების ზღვარი და როგორ შეიძლება ის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურება ძვირი არ არის. თუ ჩვენ შევადარებთ და ვიტყვით იმას, რომ ჩვენ მუშაობთ იგივე მეთოდოლოგიებით, ზუსტად იგივე სტანდარტებით, გაციფრულებულია დღეს მთლიანად ჩვენი მიმართულება, ანუ სტომატოლოგია. ვერ ვიტყვი, რომ ეს დარგი არის ძვირი. ჩვენ რატომ გვყავს ძალიან ბევრი პაციენტი? გვყავს პაციენტი იმიტომ, რომ მკურნალობის არაჩვეულებრივი მეთოდებით, იგივე მეთოდებით მკურნალობთ, იგივე ტექნოლოგიებს ვიყენებთ, მაგრამ ჩვენთან უცხოეთთან შედარებით არის გაცილებით უფრო იაფი. იმიტომ რომ კლინიკის მოგების მარჟაა დაბალი. რეალურად. თორემ ისე ქართული წარმოების არ არის ის მასალები. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ძვირადღირებული მასალები. სტომატოლოგია ვერასოდეს ვერ იქნება იაფიანი, იმიტომ რომ თლიანად ტექნოლოგიებზე და მასალებზეა მიბმული. ანა ნოვერძაძე გეკითხებათ, ქალბატონი, როგორია ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება კბილების ავტოტრანსპლანტაციის მიმართულებით, რა უპირატესობები აქვს სიბრძნის კბილის გადანერგვას კბილის იმპლანტებთან შედარებითო, ასევე რა სარგებელი აქვს ამ მეთოდს და რა რისკებთან არის ასოცირებული? მადლობა წინასწარო. მეც მადლობა ამ შეკითხვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან თანამედროვე და ძალიან აქტუალური საკითხი. ბოლო 2 წლის განმავლობაში მე ვესწრები უცხოეთში ესეთი ცალკე მიმართულება არის ხოლმე საინტერესო კლინიკური შემთხვევები. ბის ანალიზი და იქ ზუსტად აი ეხლა 2 დღის წინ დავესწარი კონგრესს რიმინიში, იტალიაში, იტალიის პაროდონტოლოგიის და იმპლანტოლოგიის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონგრესს და იქ იყო ძალიან საინტერესო შემთხვევები და ჩვენ ზუსტად ყვასახის ქირურგებმა
სტომატოლოგებმა გვაჩვენეს არაჩვეულებრივი კლინიკური შემთხვევები და ეს არის დასაშვები. მაგრამ აქ აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მერვე კბილი ვარიაბელურია. ხან ერთი ფესვი აქვს, ხან ორი, ხან შერწყმული ფესვები აქვს. ანუ ის არასდროს არ არის ისეთი, როგორც მაგალითად შეიძლება მე-6 კბილზე გვეკითხებიან, ხო? თუ არ მე-6 კბილის არა, მე რა უპირატესობა სიბზნის კბილის გადაარევას კბილის იმპლანტის შედარებით, ხო? ნუ აქ ძირითადად მოხდა რა მე-6 კბილის მიდამოში და ეს იყო ძალიან საინტერესო ოპერაცია და არაერთი შემთხვევა სხვათა შორის, რომელიც ძალიან წარმატებით დამთავრდა. ანუ მე-6 კბილის გადაარევას მე-6 კბილის. აი მე-6 კბილის და სხვათა შორის პაროდონტიტიანი კბილის ექსტრაქცია მოხდა. შემდეგ კიურეტაჟი ჩატარდა, ანუ ის მთლიანად გამოიფხიკა. დამუშავდა და მოხდა გადმონერგვა. რატომ? იმიტომ რომ ემთხვეოდა ის იმ ფესვებს. ანუ აქ ისე ვიძახი, რომ აქ აუცილებელი კრიტერიუმი არის, რომ არ იყოს სამფესვიანი და დამატებითი, ანუ ძვალში არ მოხდეს ზულის პრეპარირება. მიუხედავად იმისა, რომ აქ შეიძლება ზგიდეს პრეპარირების ის აუცილებლობად შეიქმნას, თუ მაგალითად უფრო წვრილი ფესვები აქვს, მაგალითად ვიწრო არის ეს ფესვები, თავისუფლად იდგმება, იქ არანაირი ზვრის დამატება არ ხდება და შემდეგ თვითონ რა თქმა უნდა სისხლის კოლტით ხდება რეგენერაციული პროცესი, თუ მაგალითად უფრო მსხვილი არის, ასეთ შემთხვევაში ხდება ძვლის პრეპარირება. მაგრამ მთავარი პირობა და აუცილებელი არის ძალიან ნატიფი მოძრაობები უნდა შესრულდეს და მერვე კბილის ექსტრაქცია უნდა მოხდეს ატრამულად. ანუ ის იოგები, პერიოდონტის იოგი უნდა იყოს აუცილებლად შენარჩუნებული. ასეთი კბილი გადაინერგა და არაერთი შემთხვევა ვნახეთ, კიდევ მინდა აღვნიშნო და მოხდა სრული რეგენერაცია და შემდეგ უკვე 2 თვეში, 2 თვენახევარში ენდოდონტიური, ანუ არხში და მკურნალობაც ჩატარდა. ძალიან საინტერესოა, ნამდვილად, ან მithumet ახლა იმ ფონზე როცა ვსაუბრობთ, ეს მერვე კბილები უმეტეს შემთხვევაში, ხო, ეს კბილები პატარავდება ევოლუციას განვიცდით ადამიანებთან ძალიან ჩქარა და ხშირად საჭირო აღარ არის, ანუ ჩვენ შეგვიძლია ისინი გამოვიყენოთ და ნუ ალტერნატივა, იმიტომ რომ აუტოტრანსპლანტაცია შენი საკუთარი კბილის გადანერგვა პირიქით, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულიც არის. და რატო არისო აი ამას კითხულობს კიდე კბილის იმპლანტებთან შედარებით უპირატესი რატო შეიძლება იყოს ეს მეთოდიო? იმიტომ შეიძლება იყოს, რომ კბილის იმპლანტს პერიოდონტის ქსოვილი არ გააჩნია და ის მისი ასე ვთქვათ შეხორცება პირდაპირ ძვლის ქსოვილთან ხდება. და ამიტომ ამორტიზაციის უნარი, მოდით ვთქვათ, კბილს არ აქვს და აქ მთავარი რაც არის და ის ყვებაც კბილის ხდება, ეს არის იმპლანტის შემთხვევაში. და აქ არის პერიოდონტი შენარჩუნებული და სრულად აღდგება და არის ჩვეულებრივი ჯამთელი საკუთარი კბილი. კი ბატონო, თან იმპლანტი არ არის უცხო სხეული. ხო, იმპლანტებთან დაკავშირებით კიდე ერთი გამოწვევა გვაქვს, ხო, ეს არის პერიიმპლანტიტი. პერიიმპლანტიტი, როდესაც ვითარდება, ეს უკვე ხო, ძიმეშენ როცა ჯერ შემთხვევა არის და დღეს მსოფლიოს არც ეთქვია, დღეს გაიდლაინები გვეუბნება, რომ უნდა შევინარჩუნოთ ისევ იმ დონეზე, იმიტომ რომ მისი მკურნალობა ფაქტობრივად დღევანდელი მოცემულობით არის შეუძლებელი. კი ბატონო. ლევან მახარაშვილი გვეკითხება, ბევრი ამბობს, რომ თბილისში ზოგიერთი კლინიკა სტერილურობის მინიმუმ წესებსაც არ ისავსო და რამდენად მკაცრია კონტროლი სტომატოლოგიურ კლინიკებზე და როგორ უნდა ვიცნოთ უსაფრთხო კლინიკა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი კლინიკა და თითქმის მე არ მინდა დავიჯერო, რომ თითქმის ყველა კლინიკა არ არის აღჭურვილი იმ აუცილებელი საშუალებებით, რაც მაგალითად უზრუნველყოფს ინფექციების პრევენციასა და კონტროლს, იმიტომ რომ ჩვენ ერთობლივად მთელი ჩვენი ძალისხმევა გამოვიყენეთ და ჩავდეთ ამ საკითხში. შემდეგ მკურნალობის პროცესში ამას თვითონ ხვდება პაციენტი. როგორი არის აღჭურვილობა? ინდივიდუალური, ხო, დაცვის საშუალებები ექიმის, მისი ასისტენტის, როგორი არის კაბინეტი, როგორი იხსნება ინსტრუმენტი, როგორ არის შეფუთული. და აქვე მინდა ვუთხრა, რომ პაციენტისთვის თუ ეს საშიშია და იქ დეზინფექცია, სტერილიზაციის მეთოდები არ არის სწორად დაცული, ეს რა თქმა უნდა საზიანო არის არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ ექიმისთვის, მისი ასისტენტისთვის და ზოგადად იქ მომუშავე სტომატოლოგიურ კაბინეტში მომუშავე და ასევე შემიძლია ისიც თქვა, რომ ნებისმიერ პაციენტს აქვს იმის თქვათ უფლება, რომ მოითხოვოს და სასტერილიზაციო ოთახში
ვთქვათ, რაღაცა კი, გარკვეული ნახოს, დაკვირვება პროცესი ნახოს და ნახოს, კი ის ბატონო. აბსოლუტურად ისევე როგორც დაშვებული დოკუმენტაციას ფაქტები, ისე გაეცნოს. როგორც გაეცნოს დოკუმენტაციას გეთანხმება. კი ბატონო, ხო, ეს მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხია ნამდვილად, თუმცა წინ ძალიან დიდი ნაბიჯებით გადავდგით წინ და ეს საკითხები მეტწილად მოგვარებულია. ჩვენს გვეშინია ექიმებს, ხო, პირველ პაციენტების, ხო, რიგში. ამიტომ ეს დაცული უნდა იყოს, აქ მხოლოდ უსაფრთხოებაზე პაციენტის საქმე არ არის. კი ბატონო. გიორგი ქავთარაძე გეკითხება, ფტორიანი და უკტოროკბილის პასტებს შორის განსხვავება რეალურად არის თუ არაო და რომელიც ჯობსო? დღეს კბილის პასტების უმეტესობა, აი თითქმის 95% ფტორის შემცველი არის. რატომ? იმიტომ რომ ფტორის შემცველი პრეპარატები, ანუ ის რომელი კბილის პასტა უნდა იყოს გამოყენებული, დამოკიდებულია ასაკზე და დაავადების მიმდინარეობაზე. ამიტომ ინიშნება სხვადასხვა მოცემულობით ეს ფტორის იონები, როდესაც მაგალითად საულებების გამოყენების, კბილის პასტების გამოყენების შემდეგ ეს კალციუმის ფტორიდის, ასე ვთქვათ, შრე წარმოიქმნება, რომელიც ირგვლივ რეზერვუარს წარმოქმნის ამ ფტორის იონების, რომელიც შემდეგ თქვათ pH-ის სრულების დროს იშლება კალციუმი და ფტორად, შემდეგ ფტორი თქვათ დემინერალიზებულ უბნებში უკვე წარმოქმნის ფტორაპატიტებს, რომელიც არის ძალიან რეზისტენტური სხვადასხვა მჟავების მიმართ. ნებისმიერი ავტორიტეტული ორგანიზაცია დღეს, ეს იქნება ADA, ანუ ამერიკის დენტალური ასოციაცია, ეს იქნება პედიატრიული სტომატოლოგიის აკადემია ამერიკული, ეს იქნება ვთქვათ EFP, ანუ ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაცია, თუ ეს იქნება მაგალითად სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია, დღეს ყველა რეკომენდაციას გვიწევს ყოველდღიურად ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენების. კი ბატონო. ანა შარაშენიძე საბარავდოთ გეკითხებათ, თქვენ რატომ არ ხართ ჯანდაცვის მინისტრი? მე ვარ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. და ვფიქრობ, რომ ეს არის ის დარგი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, რომელშიც ვფიქრობ, რომ გარკვეული იმის განვითარებაში გარკვეული წვლილი მიმიწვის და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამე არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე დიდი თანამდებობა, რომის ერთგულიც ვარ. კი ბატონო. აქ რაღაც საკითხები არის, ეკაბერიძეს ფოდის მოვუხდი, აქ ბრეკეტებზე, ლაინერებზე იყო საუბარი, რომელიც ჯობსო და ეს ცალკე პოდკასტის თემა იმდენად დიდი საკითხი არის, ამიტომ ამ შეკითხვას მოვინიშნავთ და ვეცდებით, რომ სხვა ეპიზოდში სტომატოლოგიური არა, ნუ ვიტყვით იმას, რომ რომელი ჯობს, ვთქვათ, ყველას აქვს თავის დადებითი და უარყოფითი, მაგრამ სწორად ჩატარებული მკურნალობა და პაციენტის мотиваცია უზრუნველყოფს წარმატებულ შედეგს. კი ბატონო და მაშინ ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. ნაწილ შეკითხვებზე პასუხს ვერ ვასწრებთ, მაგრამ პირობას ვდებთ შემდეგს, რომ ამ შეკითხვას გავუტანხეთ, გავუგზავნით, პასუხებს მივიღებთ და ჩვენ ცალკე ეპიზოდი გვექნება ხოლმე კომენტარებზე და კითხვებზე და შემდგომში გავაჟღერებთ ამ გავუტანხეთ პასუხებს ამ შეკითხვებზე. ბოლო კითხვა გქონდეს მაშინ ესეთი, რომ რატომ არის, რომ ზოგი იმპლანტი ღირს 500 ლარი და ზოგი ღირს 3000 ლარზე მეტი და არის თუ არა უფრო იაფი იმპლანტები ნაკლებად ხარისხიანია. მე გვეკითხება ამ შეკითხვას, ანა გვეკითხება, მადლობა ანას. ფასი ძირითადად მომდინარეობს მომწოდებლის მიხედვით, არის სხვადასხვა კომპანია, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა ბრენდი, აქედან გამომდინარე, ყველას აქვს სხვადასხვა ფასი, ანუ მომწოდებელი როგორც გვაწვდის, ასე იყიდება შემდეგ ეს იმპლანტები და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია კლინიკაზე, დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზეც ეს ფასები და რაც თავარი არის, იაფასიანი იმპლანტი მე არ გამიგია. ხო, იაფასიანი, ხო. რაც თავარია, იმპლანტები უნდა იყოს სერტიფიცირებული, რომლის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პაციენტს. კი ბატონო. კეთილი, ქავთონქეთი, ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ამომწურავად თუ არა ყველა საკითხზე, ყოველ შემთხვევაში ყველა იმ თემა აქტუალურ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც სტომატოლოგიის დარგში არსებობს და პრობლემების განვიხილეთ და ასევე მომავლის პერსპექტივებს მე მგონი ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ, ხო? სწრაფად ვითარდება, კარგად ვითარდება სტომატოლოგიის დარგი, საქართველოში ბევრი ძალიან კარგი ექიმი ყავს.
ბევრი მაღალი დონის სპეციალისტი ყავს, სტომატოლოგიას აქვს თავისი კავშირები განვითარებულ სამეცნიერო ცენტრებთან, სასწავლო ცენტრებთან და ეს ყველაფერი დარგზე ძალიან აისახება საქართველოში. როდესაც მადლობა ეკუთვნით ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თუ არა, ერთ-ერთი თქვენ ხართ პირველი, რომელიც მუდმივად იყავით აი ამ ნოვაციების სათავეში. და აი, როდესაც ჩვენ დელეგირებაზე ვსაუბრობდით, ერთი რაღაც მინდა დავამატო, რომ სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის დელეგატი გახლავართ და თქვენ ხართ ალტენა დელეგატი და იქ კარგად იცით, რომ მაშინ, როდესაც გარკვეული მტკიცებულებების მიღება, განჟა, დამტკიცება, რომელსაც ხანდახან ამ მტკიცებულებებს და ამ კანონებს რამდენიმე წელი სჭირდება, იმიტომ რომ რევიზია ხდება ყოველწლიურად, როდესაც რაღაცა მტკიცდება, ჩვენ ასე ვთქვათ, ველოსიპედი არ უნდა გამოვიგონეთ და ეს პირდაპირ ჩვენს რეალობაში უნდა იყოს წევრ ქვეყნებში გადმოტანილი წევრ ქვეყნებში, ამიტომ ასოციაციების მუშაობას ეს ყველაფერი ძალიან გაამარტივებს. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება, ასევე გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და თქვენ დამატებით საინტერესო ბმულები შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. დიდი მადლობა და ძალიან დიდი მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ფაბლაბს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.